ვინც ბრძანდებოდით, ანუ ეხლა მე უკვე გატყობთ, რომ აქ დიდი ნაწილი უკვე სისტემატურად ესწრებით და რამოდენიმე ადამიანია ის, ვინც რაღაც ხან მოდის, ხან მინდის დაახლოებით გვემატებიან, მაგრამ რაღაცა ძირითადად ბირთვი გამოიკვეთა, უკვე ვინც სისტემატურად არის. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვინც სისტემატურად ადიხარ და აი არ ამოვარდებით აი ამ ჯაჭვიდან, თქვენთვის არის ძალიან სასარგებლო. იმიტომ რომ საკმარისი აი ერთი თავი გამოტოვოს ადამიანმა ერთი ვთქვათ სახარებიდან, ხო? და ის უკვე ვეღარ მიაბავს იმას და ძალიან რთულია რა და ძნელია მე ეს თქვენთვის. ამიტომ ეცადეთ ხოლმე მაქსიმალურად ეცადეთ რომ თუ რაღაცა ისეთი ძალიან აუცილებელი საქმე არა გაქვთ რომ არ გააცდინოთ. თუ აი ეს ერთიანად აიკინძოს თქვენთვის სახარება და გაიაზროთ ბოლომდე მთელი სიგრძე სიგანით რა. ეხლა მთელი სიგრძე სიგანით ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, ეხლა მე არ მაქვს ამის ამბიცია, მაგრამ უბრალოდ საკმარისად შევძლებთ ჩვენ რომ ვთქვათ აი გავიგოთ რა აი სახარებისეული სიღრმე, თორე ხა სახარება ამოუწურავი სიგრძნე ეხლა გვითქვამ ჩვენ არაერთხელ და რამდენჯერაც კითხულობ, იმდენჯერ უფრო ახალი და ახალი სიღრმით იშლება შენ წინაშე, მით უმეტეს შენი სულიერი განვითარების კვალდაკვალ და ამაზეც გვითქვამ ჩვენ, ხო? ანუ შენზეა დამოკიდებული რამდენად უფრო ახალი იქნება შენთვის, ანუ რაც უფრო მეტად იზრდები, რაც უფრო მეტად სულიერად ვითარდები და რაც უფრო მეტად მუშაობ საკუთარ თავზე, ანუ აი უყურეთ როგორი რაღაცა პარალელურად ხდება ეს ორი რამ. მუშაობა საკუთარ თავზე და განკითხვა სახარებისა. და სახარების კითხვა ერთგვარი ინდიკატორიც არის, ანუ თუ სახარებას კითხულობ სისტემატურად და ახალს ვერაფერს ვერ გებულობ ყოველ ახალ საკითხვაზე, ხო? ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერად არ იზრდები. თორემ დამიჯერეთ რა, რომ ეს არის აი პირდაპირი, აი უშეცდომო ინდიკატორია რა, რომ თუ შენ სულიერად ვითარდები და იზრდები, ყოველ ახალ წაკითხვაზე სახარებისა უფრო ახალ და ახალ სიღრმეებში შედიხარ და ახალ და ახალ რაღაცეებს იგებ. თქვენ თო დარწმუნდებით ამაში, რომ ეს ესეა მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ხოდა იმას გეუბნებოდით, რომ ძალიან სასურველია და ძალიან კარგი იქნება თუ კი ივლით სისტემატურად, თუ კი არ ამოვარდებით ამ ჯაჭვიდან, რომ აი ერთიანად მთლიანობაში გაიაზროთ სახარებისეული სიუჟეტი თავიდან ბოლომდე, ხო? ჩვენ წინაზე წავიკითხეთ მესამე თავი, განვიხილეთ იოანე ნათლისმცემელი, მისი გადაგება, მისი ნათლისღება და ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლისღებაზე და განვარტეთ თუ რას ნიშნავს იესო ქრისტეს ნათლისღება. აი, იცოდეთ რა ეს ჩემი ხა 1 საათში ძალიან ძნელია რომ ჩაეტიო. არადა ეხლა საათზე მეტი უკვე აღარ მინდა ხოლმე გავაგზავნო, იმიტომ რომ მე უკვე აღქმის უნარიც უკვე ქვეითდება, სუსტდება, თქვენც იღლები და არც მინდა რომ რაღაცა ზედმეტი იყოს. თან მინდა რომ რაღაცნაირად აი თითო მოსვლაზე და თითო საუბარში თითო თავი ჩავატიოთ ხოლმე რა. რომ აი ყოველი შეხვედრა ერთი თავი წინ გადავიწევდე. ხა სულ უზარვა თავია, მათე აგეთ მეოთხე თავს მოვჩერდი დღეს უკვე, ხო? და ესე ნელ-ნელა თან ახლა კარგია უკვე ის, რომ ჩვენ ყოველკვირეული გვაქვს. ეხლა ადრე თუ ვთქვათ, ალბათ თვეში ერთხელ მიწევდა ხოლმე ვთქვათ სიტყვაზე პირადად მე, ხო, საუბრის ჩატარება. ეხლა უკვე ყოველკვირეულად არის და ეს ძალიან კარგია. და ვისაუბროთ რას ნიშნავდა ნათლისღება, იმიტომ რომ თავად უფალს თქვენ იცით რომ ეხლა ნათლისღება არაფერში არ ჭირდებოდა, მაგრამ აი რო ეუბნება ნათლისმცემელს რომ აცადე აწესე ჩვენ დაახსოვდებათ ყოველი სიმართლე, ჩვენ ისეც განვარტეთ თუ რას ნიშნავს, ხო? მოდი ვნახოთ ეხლა რას გვექვის მეოთხე თავი. მაშინ როდის ეხლა? ნათლისღების შემდეგ, ხო? მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდა დეშმაკისაგან. აი რატომ მაშინ? მოდი დავსვათ შეკითხვა, ხო? იმიტომ რომ ნათლისღების შემდეგ ჩემო კარგებო, განსაკუთრებულად აქტიურდება ეშმაკი, გახსოვთ. და არა მხოლოდ ნათლისღების შემდეგ, აი საერთოდ ზოგადად, სადაც ხედავს ეშმაკი სიწმინდეს, აი იქ იბრძვის ზუსტად რა, იმიტომ რომ აი იმის დამარცხების, იმისი დაანგრევის ინტერესი აქვს ზუსტად, სადაც სიწმინდეა. და არა მხოლოდ ნათლობისას, არამედ აი თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენს თავს, რომ ზიარების შემდეგ აქტიურდება ეშმაკი, რაღაცა ზიარების შემდეგ სახლში მიყვალ შვილი მოგიშლის ნერვებს, ის მოგიშლის ნერვებს უცებ. ანუ
თქვენ იცოდეთ ყოველთვის რომ ეს შვილი არ არის, ცოლი არ არის, ქმარი არ არის, ეშმაკი მოქმედებს მათგან. და მინდა რომ სწორად ისწავლოთ ამისი გარჩევა. და შენ კიდე ამ დროს უნდა იყო ძლიერი, შინაგანად, სულიერად, რომ აი ამ ბრძოლას გაუძლო, აი ამ დაბკოლებას გაუძლო და გადალახო. ანუ რო დაინახავ რომ თქვა ზიარების შემდეგ ბრძოლები გაქვს, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ზიარებაზე უარი თქვა კაცო. პირიქით, შენ ამ ბრძოლას არ უნდა შეეშინდე და უნდა მიხვდე რომ ღმერთი შენ სისუსტეს გაჩვენებს, შენ სუსტ წერტილებს გაჩვენებს, სადაც უნდა იბრძოლო, სადაც შენ სამუშაო გაქვს. და იმაზე უნდა გადართო მე მთელი შენი ყურადღება, მთელი შენი აქცენტი და იმუშაო ძალიან ბევრი. ხო და აი ნათლისღების შემდეგ აღმოიყვანაო იესო უდაბნოდ სულისაგან, გამოცდა ეშმაკისაგან. რას ნიშნავს სულისაგან? სული წმინდისაგან. თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ იესო მართალია ღმერთია, სამების მეორე იპოსტასია, მაგრამ მან უკვე ადამიანური ბუნებაც შეითვისა. და მას როგორც ადამიანს ზრდა და განვითარება და გამოცდილების დაგროვება ჭირდება. და აი ამ ყველაფერს ის აკეთებს უფლის სულით, სული წმინდის მიერ. იმიტომაც იყო რომ სული წმინდა რო იცავდა და იფარავდა მას როგორც ადამიანს, როგორც ძეს კაცისას, ხო? იმიტომაც იყო რომ მის სულს სოდო არ მიკარებია. თორე ეშმაკმა ძალიან ბევრჯერ მიიტანა იერიში მასზე და ეხლაც ნახავთ ზუსტად აი ამის დასტურს. და სულმა, ანუ უფალმა დაუშვა, რომ გამოცდილიყო იგი ეშმაკისაგან. აი ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია, იქაც კი ხდება ეს დაშვება. რომ რა კი მან ადამიანური ბუნება სრულად მიიღო, დაუშვა უფალმა, რომ მასაც როგორც ადამიანს, როგორც განკაცებულს შებრძოლებოდა ზუსტად ისევე ეშმაკი, როგორც გვებრძვის თითოეულ ჩვენთანაც. ზუსტად ისევე მიეტანა იერიშები და ეს აუცილებელი იყო, არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოხსნა ვერ მოხდებოდა. ღმერთს რომ არ დაეშვა ეს, რომ მას როგორც ადამიანს შებრძოლებოდა ეშმაკი, ჩვენი გამოხსნა ვერ დადგებოდა. ჩვენი გამოხსნის საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ მან თავიდან ბოლომდე იტვირთა დაცემული ადამიანის ყველა მანკიერი მიდრეკილება. ყველა ცოდვის მიერი მიდრეკილება თავიდან ბოლომდე იტვირთა, ჩემო ძვირფასო. ამას მიაქციეთ ყურადღება ძალიან ხოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად ისე გამოიცადა, ანუ აი როგორც თითოეულ ჩვენთაგანს გვერდზვის ხო ეშმაკი? აი ხავ ნახავთ, ხო? თითოეულ ადამიანთან მოაქვს ნაყროვანების სოდვა, თითოეულ ადამიანთან მიაქვს ამპარტამების სოდვა, განკითხვის სოდვა, მრისხანების სოდვა, 1000 სოდვა მიაქვს ხო თითოეულ ადამიანთან. სიძვის სოდვა მიაქვს, ანუ აი ბრძოლები მიაქვს რა ამასთან. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ აი უფალმა განიცადა ეს ყველაფერი, განიცადა მასზეც მივიდა ყველა ეს შებრძოლება ბოროტისაგან, მაგრამ ღმერთმა ამ ყველაფერს გაუძლო თავისი ადამიანური ბუნებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თორე ახლა მას როგორც ღმერთს არაფრის გაძლება არ ჭირდებოდა და როგორც ღმერთს, რა თქმა უნდა, მას ვერც შეებრძოლებოდა ეშმაკი და ვერც გაბედავდა ამას, მაგრამ მასში ადამიანური ბუნება შეებრძოლა. და მან ადამიანური ბუნებით დაამარცხა ეშმაკი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს მინდა კარგად გაიაზრო, გამოხსნის საიდუმლო ამაში დევს. რომ უფალმა ძალიან ხო ტელეფონები გათიშეთ რა კიდევ ერთხელ გეუბნებით. ადამიანური ბუნებით დაამარცხა ეშმაკი უფალმა და არა ღვთაებრივი ბუნებით, იმიტომ რომ ღვთაებრივი ბუნებით კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირად არ ჭირდებოდა, არაფერში არ ჭირდებოდა და ვერც გაბედავდა, ვერ მისუნავდა ეშმაკი ღმერთამდე ვერანაირად რა. ადამიანური ბუნებით დაამარცხა, ადამიანური ყველა სისუსტე იტვირთა, მაგრამ ყველა ცოდვაზე მაღლა დადგა საქმითაც, სიტყვითაც, გულის სიტყვითაც და აი ამაში მდგომარეობს სწორედ გამოხსნის საიდუმლო, ამითი მოახერხა უფალმა და გვიხსნა თითოეული ჩვენთაგანი. და აი ხედავთ, იესოც ნათლისღების შემდეგ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აი ამ სიწმინდის შემდეგ, ნათლისღების შემდეგ, ზიარების შემდეგ მოდის განსაკუთრებულად, განზაფხრებულად ბოროტი ჩვენთან საბრძოლველად. და დაუშვა ღმერთმა, რომ ისიც როგორც ადამიანი გამოცდილიყო ბოროტისაგან. და იმარხა 40 დღე და 40 ღამე და მერმე შეემშია.
ნუ ეხლა აქ არის პირდაპირ ცალსახას სწავლება თითოეული ჩვენთაგანისათვის, ხო? მარხვის აუცილებლობის შესახებ მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ სახარების განმავლობაში, რომ როდესაც მივლენ მასთან მოციქულები და ეტყვიან, რომ აი ესა და ეს ადამიანიო ვერ განკურნეთო ჩვენო. ხო და უფალი მერე განკურნავს იმ ადამიანს, შეპრობილი იყო ბოროტისულით ის ადამიანი და მერე მოციქულები ეკითხებიან, რომ ჩვენ რატო ვერ შევძლებითო მისი განკურნება და უფალი პასუხობს, ესე ნათესავია არარაით განვალს გარდა მარხვითა და ლოცვითა. ანუ იქაც უსვავს მარხვის აუცილებლობას ხაზს. ეხლა უფალს სჭირდებოდა მარხვა, მოდი დავსვათ ისევ შეკითხვა. მას როგორც ღმერთს არა, ისევ გიპასუხებთ, მაგრამ მას როგორც ადამიანს, როგორც ხორცში მოსულს და ხორცში შემოსულს აუცილებლად სჭირდებოდა, ხო? და ამით ჩვენც მოგცა სწავლება უფალმა, რომ თუ გვინდა ბოროტება დავამარცხოთ, აუცილებლად უნდა ვიმარხოთ. ეხლა რა არის მარხვა? მოდი ეხლა ბარემ ვისარგებლებ და ორი სიტყვით ამასაც ვიტყვი, აქვე ჩავუთა. მარხვის არსი რაში მდგომარეობს? მოკლებაში. როდესაც შენ შეგიძლია აი ყველაზე კარგი მარხვა რა არის? იცით, აი თქვენ ჩაატარეთ ექსპერიმენტი თქვენს თავზე რა. სხვათა შორის დიეტაც, საუკეთესო დიეტაც ეს არის რა. აი როდესაც შეგიძლია და აიძულებ შენს თავს, იმის ნახევარი შეჭამო, რამდენიც გინდა რომ ჭამო. აი რაღაცა გემრიელი საჭმელია, ხო თქვა? არავინ არ გიკონტროლებს, ციხეში არავინ არ ჩაქსვავს, არავინ არ გიჩივლებს, შეგიძლია ბევრი ჭამო. შეგიძლია ჭამო იმდენი, რომ ბოლომდე დაკმაყოფილდე, გაძღი, ასე ვთქვა, ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა რა. მაგრამ შეგიძლია, რომ არ ჭამო მაგდენი. და წმინდა მამებიც გვასწავლიან ამას, რომ შეჭამო ცოტა. იმის ნახევარი რისი ჭამაც გინდოდა. აი თუ გინდოდა ვთქვა, გეჭამო ერთი თებში, რომ შეჭამო ნახევარ თებს რა. ეგ ნახევარს არ შეჭამ. დამიჯერეთ, რომ ძალიან ძნელია რა. თუ აქამდე არ გიფიქრიათ, აი ხა ჩაატარეთ ექსპერიმენტი სახში რომ მიხვალ და ნახავთ, რომ ძნელია რა. მით უმეტეს როცა მშიერიხარ. ძალიან რთულია, რომ აი ეს რაღაცა ზღვარი დაიცვა რა, რომ რაღაცა შეგიძლია რომ კიდე შეჭამო და არ ჭამო. და ამით რისი თქმა მინდა, იცით თქვენთვის რომ არა მხოლოდ მარხვის დროს, არამედ ხსნილშიც ესეთი დამოკიდებულება უნდა იქონიო თქვენ საჭმელთან მიმართებაში. ხსნილშიც ესე უნდა მიუდგეთ ზუსტად. და მე არაერთხელ მithქვამს, რომ მარხვი ჩვენ იმიტომ მარხულობთ, რომ მე ხსნილში ვისწავლოთ თავშეკავება. თორე ძალიან ცდება ყველა ის ადამიანი, ვინც მარხვაში მარხულობს და მე ხსნილში ყველაფრის უფლებას ადლებს თავს. მას გონია, რომ მე ხსნილში ღმერთი შვებულებაში გადის, მას არაფერი მოეკითხება და თვითონაც რაღაც ეს სულიერი ღვაწლი უკვე აღარ ჭირდება. ეს არის ძალიან ყველაზე დიდი ტყუილი ერთ-ერთი, რომელსაც ეშმაკი ახლავს თავს ადამიანს და ატყუებს. ასე რომ არ მოტყუდეთ შემოკარგებო, გახსოვდეთ, რომ მარხვაში მოპოვებული უნდა განვამტკიცოთ მე ხსნილში ჩვენ. მარხვაში ვარჯიშობთ. მარხვა არის ვარჯიშის კარგი ასპარეზი ძალიან. იმიტომ რომ მობილიზებული ხარ, იცი რომ მთელი ეკლესია მარხულობს, ყველანი მარხულობს და შენს გიხარია ენთუზიაზმი და აი მე მარხვის შემდეგ უკვე შენ რჩები მარტო შენს ბრძოლებთან. და აი მარტო რომ ბრძოლა შეძლო მე და გამარჯვება შეძლო, აი ამისათვის არის დადგენილი ეკლესიის მიერ აი საყოველთაო მარხვა, იმიტომ რომ საყოველთაო მარხვის დროს რო იცი რომ შენი სულიერი დაძმები მთელი ეკლესიური მრევლი მარხულობს, შენს ეს რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტია, რომ გიადვილდება ძალიან რა. ამდენი ხალხი მარხულობს და შენს მარხულობ რა. მაგრამ აი მარტო რო რჩები, იქ არის მე ძნელი მარხვა და კიდევ ერთხელ გეუბნები. რომ შეიძლება დამთავრდეს მარხვა და ჭამო იქ რაღაცა ხორცი ჭამო, ყველი ჭამო, ვერცხი ჭამო, ასე შემდეგ, ღვინო იხმიო, მაგრამ ეს ყველაფერი მარხვაში სწავლობ ჩვენ თავშეკავებას და კონტროლს ამ ყველაფრისას რა. ამიტომ გახსოვდეთ ხალხო, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ აი მაგალითად ერთი პერიოდი იყო, როდესაც მე ვაძლევდი ჩემს თავს უფლებას, რომ თან წლები გაგრძელდა ჩემთვის ეს პერიოდი, ხო არ მემარხულა. და რატო იცით? იმიტომ რომ რაღაცნაირად ბავშვობიდან მოყოლებული ჩემთვის ჭამა პრობლემას არ წარმოადგენდა რა. არც უჩვენებულო. შემეძლო რომ მთელი დღე ისე გასულიყო, რომ საერთოდ აი ხასიათის არ მეცვლებოდა, აი ჩვეულებრივად ჭამდი. არ მეჭამა საერთოდ რა მთელი დღის განმავლობაში და ჩვეულებრივად ვიქნებოდი რა. და ამიტომ რაღაცა ეშმაკმა მომატყუა მე რა. მომატყუა და მაფიქრებინა რომ მე მარხვა არ მჭირდებოდა. წლები არ მარხულობდი. მაგრამ მე მივხვდი როგორ დავსუსტი ნელ-ნელა და როგორ
რამხელად ყულში მოვყოფებდა ეშმაკი და ამას რო თავი დავანებოთ, მე ეს მე თავში ამივარდა, ამით მე ჩემი აპარტამენტება იკვებებოდა, რომ აი ხედავ რა მაგარი ვარ, რომ მე მარხვა არ მჭირდება, იმათ ჭირდება და ნუ ასე შემდეგ რა. ასე რომ ეს ყველაფერი მოვაყოლე იმას, რომ აი ნახეთ, უფალმა იმარხულა თვითონ 40 დღე და 40 ღამე. ამდენი იმარხულა მოსემ, ამდენი იმარხულა ილიამ. და ეს არის და ეს ითვლებოდა მაშინ ყოველ შემთხვევაში ეხა მერე ვთქვათ, ეხა დღეს მით უმეტეს მე-20 საუკუნეში გაცილებით უფრო მეტიც იმარხულებს, ვთქვათ, ეხა თანამედროვე დიეტოლოგებმა, იქ ბრეიგმა და შელტონმა და ვიღაცებმა, მაგრამ იმ დროისათვის ეს ითვლებოდა ადამიანური შესაძლებლობის მაქსიმუმად. და ამიტომ უფალმაც ამაზე მეტი არ იმარხულა, რომ ვთქვათ, არ დარჩენილიყო, არ გაჩენილიყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ის რაღაცა ზეადამიანია და ზეადამიანურ უნარებს ფლობს. ანუ ამით მან დაანახა ყველას, რომ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ ადამიანური შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, გამოვავლინე. იმარხულა 40 დღე და 40 ღამეო და როგორც მამები გვეუბნებიან, ეს მარხვა არ იყო ჩვენნაირი მარხვა, არამედ ეს იყო შიმშილობა, ასე ვთქვათ რა. არ უჭამია მას არაფერი და მერმე შეემშიაო. რას ნიშნავს მერმე შეემშია? ესეც მნიშვნელოვანია. აი ხო გეუბნებით, აი ყოველი ნიუანსი, ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია სახარებაში. მერმე შეემშია რას ნიშნავს? მანამდე არ შიოდა? 40 დღის განმავლობაში. მანამდე არ აძლევდა თავის თავს უფლებას რომ მოშიებოდა. აი მარხვის თელი მუღამი მაგაშია, რომ აი რომ კეტავ შენ თვითონ რა. ეხლა მე ჩემ თავზეც გამომისწია და ალბათ ბევრი დამეთახმებით, რომ აი მარხვა რო იწყება, აი რაღაცას გადავრთავ თითქოს თავში და მორჩა აღარც მინდება მე ის საჭმელი რა, სულ აი რა ვიცი, შემწარ მოხრაკულები მიტრიალო თვალწინ, სურვილიც აღარ მიშდება, არ მინდება, იმიტომ რომ ვიცი რომ ის მორჩა დაკეტილი თემაა, ტაბუირებული თემაა ჩემთვის და არ მინდა მორჩა. მაგრამ აი როგორც კი მარხვა დასასრულს უახლოვდება, ხო? უკვე ნელ-ნელა შენ თვითონ აძლევ შენს თავს უფლებას, აი იმიტომ რომ იცი რომ უკვე ნელ-ნელა რაღაცა უნდა მოიხსნას უკვე ეს აკრძალვა და სურვილიც გიჩნდება მე და აი ბოლო დღეები როა იქ რაღაცა მოგინდება უკვე სადღაც ხაჭაპურს დაინახა უკვე გინდა ის გინდა ეს გინდა აი ამაზეა ლაპარაკი ამ შემთხვევაშიც რომ ანუ უფალმა დაუშვა ამ 40 დღის შემდეგ რომ მოშიებოდა რა ანუ დაუთმო თავის ხორციელ ბუნებრივ ინსტინქტს და მოშივდა მას ჩვეულებრივად ბუნებრივად და ამას ელოდებოდა ეშმაკიც მოვიდა და ეუბნება აი ყურე მიაქციეთ ყურადღება არ არის ხაზგასმული აქ რო თქვა თვითონ იმ მარხვის განმავლობაში ცდიდა იმიტომ რომ მარხვის განმავლობაში ადამიანი მობილიზებულია ყოჩაღად არის და ცდილობს რომ ბოლომდე აკონტროლოს საკუთარი თავი საკუთარი ემოციები ფიქრები ყველაფერი და ეხლა ეშმაკი ეხლა უყურეთ რა შეასაქმე მოდი ვიკითხოთ რა ეხლა აი ზუსტად ერთ-ერთი განმარტებელი ამოს ამასთან დაკავშირებით რომ გონი წინაზე მკითხა ვიღაცამ რომ აიო ეშმაკმაო მოისმინაო ის ხმაო ზეცინა რომ მოისმაო რომ აიო ესე არის ზეჩები საყვარელიო ამის ისმინეთ რომელიმე საქმე ვიყავდა განმარტებლები გეუბნებიან რომ მოისმინა და მშვენივრადაც გაიგო მაგრამ ეშმაკი იბნევა იმიტომ რომ მე ხო გითხარით თქვენ ეშმაკისთვის ეს ყოველად გონებაში დაუტევნელი რაღაცა ხდება ეშმაკი ვერაფრით ვერ წარმოიდგენს განკაცებულ ღმერთს იმიტომ რომ მისთვის სიმდაბლე უცხოა და ის ვერ ხვდება როგორ შეიძლება ღმერთი ცისა და ქვეყნის შემოქმედი იქამდე დამდაბლდეს რომ ქმნილების ბუნება მიიღოს ადამიანად იქცეს ადამიანის შეითვისოს თავის არსებაში ხო და ეს გაუგებარია მისთვის და ამიტომ ეხა იქ ხმა ესმის იქ გაბრიელის იმას ხედავს იქ ხედავს რომ უთესლო ჩაისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლად ანუ ამ ყველაფერს ხედავს ის ხმაც ესმის მაგრამ ვერ იჯერებს ვერაფრით რა რომ როგორ ნუ თუ უკვირს მას ეხაც იგივე ხდება მშვენივრად მოისმინა ის ხმა რომელმაც დაამოწმა ზეციდან მამამ რომ ესე არის ზეჩემი საყვარელი რომელიმე საქმე ვიყავო მაგრამ ეხლა ხედავს რომ ისევ რაღაცა იმარხულა ნათელიღო მოშივდა და მასში ადამიანს ხედავს ჩვეულებრივად და ჩვენ ნახავთ სახარების განმავლობაში რომ მთელი სახარების განმავლობაში ჯვარცმის დროსაც ბოლომდე ებრძვის ბოლომდე მასზე როგორც ადამიანზე მიაქვს იერიში და მე თქვენ გითხარით რომ ეს ესეც არის და არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ რომ ეს დაუშვა უფალმა სწორედ და ამაშია ჩვენი გამოხსნის საიდუმლო როგორც ჩვეულებრივმა ჩვენნაირმა ადამიანმა ყველა ადამიანური სისუსტე ბოლომდე იტვირთა ოღონდ არ დაუთმო იმ სისუსტეს ყველა მიდრეკილება ცოდვისად მიიტვირთა თავიდან ბოლომდე მაგრამ
არ შესწოდა, გონებითაც კი არ შეუწოდავს მას. და ამაშია სწორედ გამოხსნის საიდუმლო. მივიდა მასთან თავხედი გამოცდელი და ეკითხება, ეუბნება უпроსტურად. უკეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, სტქუ, რაითა ქვანი ესე ყურიქნე. აი უყურეთ, დასტური ჩემი სიტყვებისა რას გითხარით. ანუ დასტური იმისა, რომ ჩვენივრად მოისმინა ის ხმა. უყურეთ რას ეუბნება. თუ შენახარო ძე ღვთისაო, იმიტომ რომ ხო გაიგონა ის, რომ ეს არისო ძე ჩემი საყვარელი. თუ მართლა შენახარო, მიდიო და ამ ქვებს უთხარიო რა, უბრძანეო, რომ ყურებად გადაიქცნენო. თან განმარტებლები გვეუბნებიან, უყურეთ, ნაყროვანებისაკენ, სიხარბისკენ უბიძგებს მას. ერთ ქვაზე კი არ უთხრა, რომ აი ეს პატარა ქვა გადააქციე ყურა და დაიკმაყოფილი ის რაღაცა ელემენტარული შე. ქვები გადააქციე ყურებათო რა, რომ აი ბევრი გადაიქცია რა. თან მიაქციეთ ყურადღება იცის მზაკვარმა, რომ ნაშიმშილარია და პირველი გამოცდა სწორედ გემოთმოყვარებიდან და ნაყროვანებიდან მიიღებს. და ეხლა თქვენ თვითონ მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ადამიანისათვის კუჭის დამორჩილება, კუჭის მართვა. თუ კი უფალთანაც კი მიაქვს ეს ბრძოლა. და თქვენ იცით, რომ აი არსებობს მასების მართვის ფსიქოლოგია. აი ხალხს, აი დიდ მასებს, ქვეყნებს, სახელმწიფოებს რომ მართავენ რა. და მართავენ სწორედ კუჭიდან, იცოდეთ თქვენ. საჭმლიდან რა, საჭმლის დოზირებით მართავენ რა. დაამშევ ხალხს და მე რა იდეაზეც გინდა იმაზე წამოიკიდებ საჭმლის ანაცვლოდ. მეც მაქვს ბევრი რაღაც წაკითხული ამასთან დაკავშირებით და ვიცი. ხო და აი ეხაც ხედავ? ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია შენი დამოკიდებულება, შენი თავისუფლება აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ შენ მართლაც საკუთარი თავის უფალი უნდა იყო. შენ უნდა გემორჩილებოდეს შენი თავი, შენი კუჭი. შენ უნდა შეგეძლოს, რომ არ ჭამო. და ამ ხასიათი არ შეგიცვალოს, ღმერთზე უარი არ გათქმევინოს. ადამიანებთან ურთიერთობა ისევ შვიდად და თბილად და ტკბილად შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო მიაქციეთ ყურადღება. ხოლო იესო მიუგო და რქვა, რას პასუხობს უფალი? უფალში არ დაგავიწყდეთ. და ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ის ღმერთია და მართლაც შეუძლია. არათუ ქვებისაგან თქვათ ქვის გადაქცევა ყურად არამედ საერთოდ არარაობიდან შეუძლია მას რომ შექმნას ის პური, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ მთელი ხილული და უხილავი სამყარო არაარსისაგან არსად მოიყვანა, ანუ არაფრისაგან შექმნა. ჩვენ მიჩვეული ვართ რომ რაღაცა რომ შექმნათ, რაღაც მასალა უნდა გქონდეს, ხო ამისათვის. ღმერთს მასალა არ დასჭირვებია, ის მასალას თვითონ შექმნა არაფრისაგან და მერე იმ მასალისაგან დანარჩენი ყველაფერი. ეხლა ღმერთს არაფერში არ ჭირდება, ხო? ეხლა ეშმაკის რჩევა მით უმეტეს, რომ ეხლა რა გააკეთოს და როგორ დაიკმაყოფილოს მან თავის შიმშილი. და უყურე რას ეუბნება? მიუგო იესო და რქვა, წერილ-არს არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა. ხედავთ რას შეახსენებს ეშმაკს? გაიხსენეო რა წერიაო წმინდა წერილშიო, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაციო, ცხონდების ამ შემთხვევაში ხორცელ სიცოცხლეს გულისხმობს, ანუ ცოცხლობსო რა. არა მხოლოდ პურით ცოცხლობსო ადამიანი, არამედ ყოველი სიტყვითო, რომელიც ღვთის პირიდან გამოდისო და მეც მინდა გითხრათ ეს თანამედროვე მეცნიერებას დაასაბუთეს რა, რომ ეს რაღაცა კოსმიურ ენერგიებს და იმებს რო იკვლევენ რა იმ ხალხმა. მიაგნეს და დაასაბუთეს რომ ნამდვილად ასეა რომ ადამიანი თავისი სასიცოცხლო ენერგიების მხოლოდ 30% იღებს საკვებიდან. დანარჩენი 70% იკვებება კოსმიური ენერგიით, ესე ეძახიან ისინი. და მე ამას დავარქმევდი ღვთის მადლს. ანუ ღვთის მადლი აცოცხლებს და კვებავს ადამიანს უპირველეს ყოვლისა. და მხოლოდ მცირე ნაწილია ის საკვები, რასაც ადამიანი ფიზიკური საკვების სახით იღებს მისი არსებობისათვის აუცილებელი. და შეახსენა რომ ეს არ არისო მთავარიო და თან მიაქციეთ ყურადღება რომ არც ერთ ეშმაკის შემოთავაზებას არ პასუხობს. არ იღებს. მიუხედავად იმისა რომ მოდი ესე ვთქვა,
ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ დაშავდებოდა, ხო, უფალს ეხა მოშივდა და მოგვიანებით ის რა თქმა უნდა დაიკმაყოფილებს კიდევაც, ხო, თავის შიმშილის ძნობას. მაგრამ ეშმაკის რჩევით არ აკეთებს, გესმით? ანუ აქედან ჩვენ სწავლება გვაქვს, რომ ეშმაკს რაც არ უნდა კარგი გირჩევოს და ისიც გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ყოველთვის კარგში ნიღბავს და ფუთავს კარგად იმ თავის რჩევას. იმიტომ რომ აშკარად სულს ის არასოდეს არ გირჩევს. კარგში ფუთავს და აი 100%-დან დაახლოებით 2% ან 1% შეიძლება 1/10%-ს შეურევს შიგნით ტყუილს. და შენ თუ ამჭრიახი გონება არ აქვს, შენ თუ სულიერი გამოცდილება არ აქვს, თუ არ აქვს გამოცდილი სულიერი მოძღვარი, ძალიან ადვილად მოტყუდები და წამოიგები ამ ანკეს და აი ვერ გაარჩევ იმ კარგში სად არის სუდი. ისე გადაგაყლაპებს იმ სუდსაც რა. ანუ ეს იყო პირველი გამოცდა, რომელიც მოუწყო ეშმაკმა. ნაყროვანებით, გემოთ მოყვარებით. იმიტომ რომ იცოდა რომ ნაშიმშილარი იყო და შიოდა მას. პირველი ადამიანური უძლურება რაზეც იმოქმედა იყო ეს. შემდეგი მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმა, აი ამასაც მიაქციეთ, ყურებთ რომ ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია. მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის. ჩვენი იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ არის ძალიან ძლიერი და ეს არის ჩვენი ნება. მეტი არაფერი. აი საკმარისია ეშმაკს მტკიცე არა დაახვედრო. და ქრება. განებებს თავს მომენტალურად. იმიტომ რომ განიარაღებულია ის უკვე. მისი ძალა მდგომარეობს შემოთავაზებაში, რომ შემოგთავაზოს მან ცოდვა. მაგრამ შენზეა თავიდან მუდმივ დამოკიდებული, რომ შენ ამ შემოთავაზებას მიიღებ, დათანხმდები თუ არ დათანხმდები. თუ დათანხმდი, ვაი შენს ტყავს. მაგრამ აი თუ არ დათანხმდი და მაშინვე უარი უთხარი, ხო და დაახვედრე, ხო? მორჩა ქრება, აი ხედავთ მიაქციეთ ყურადღება. როგორც კი მკიცე უარი მიიღო ღვთისაგან, ხო? მორჩა. უკვე სხვა შეტევაზე გადადის. ანუ იქ აღარ უდევს უკვე, იმიტომ რომ დაინახა, რომ იქ სიმტკიცე დახვდა. კედელი დახვდა. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმა მან წმინდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. ეს ყველაფერი ხდება სულიერად. მინდა გითხრათ რა. ანუ ესეთი ხილვითი სახით რა. აჩვენებს მას ამ ყველაფერს. ანუ ტაძრის ქიმზე დაადგინა, დააყენა და ეუბნება. უკეთუ ძეხარ ღვთისაი. ხედავ, აი სულ უკეთუ ძეხარ ღვთისაი, სულ ამას ეუბნება. უკეთუ ნიშნავს ზოლქართულად თუ. თუ ღვთის ძეხარო. გადაიგდე თავი შენი. ამიერ ქვეყანად, რამე თუ წერილარს, ვითარმედ ანგელოსთა მისთა და უბრძანებია შენთვის. და ხელთა მათთა ზედა აგიპყრან შენ, ნუ სადაც არსე ქვასაფერხი შენ. პირველ რიგში რას მიაქციეთ, იცი ყურადღება, რა კარგად იცის ეშმაკმა წმინდა წერილი. ჩვენივრად იცის. და აქედან გამომდინარე, ხა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ რამდენად სუსტები აღმოჩნდები ჩვენ, როცა ჩვენ არ გვეცოდინება ეს. და რა ადვილად შეძლებს ეშმაკი რომ მოგვატყუოს რა. იმიტომ რომ მან იცის ჩვენგან განსხვავებით რა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და თანაც სწორი კომენტარებით კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს. შეახსენა ფსალმუნიდან სიტყვები, ხედავთ? თუ ძეხარო ღვთისაო, გადაიგდეო რა შენი თავი აქედანო და დაწერილიაო, რომ ანგელუსთა მისთა და უბრძანებია შენთვის დაცვა ჩემდაო, ხო? ხელთა მათთა ზედა აგიპყრან შენ თან ისეთ შეკვეცა რა, ის მნიშვნელოვანი ადგილები ამოიღო ზუსტად რაცა წყობდა რა. ისინი დაგიჭერენ, ნუ გეშინიაო. შენ თუ მართლა ძეღვთის ახარო. ეხა უყურე, ხო თითქოს მინდა წერილში ახსენებს, მაგრამ აქაც ტყუილი გაურია. ეს ღმერთი არ არის დაწერილი. თუ შენ ეუბნები, რომ თუ ძეხარ ღვთისა, იმიტომ გადაიგდე თავი და დაგიჭერენ ანგელოზები, უკვე ალოგიკურია, იმიტომ რომ ეს ღმერთი არ არის, ეს არის ადამიანზე დაწერილი. ადამიანისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ეს სანუგეშო დაწერილი, არ უნდა გვეშინოდეს. იმიტომ რომ ღვთის ანგელოზები მოგვემსახურებიან, თუ კი ჩვენ სიმართლეს ვემსახურებით იმ შემთხვევაში. ღმერთზე არ წერია ეს. და ხედავთ, ისევ ტყუილი თulis, რა, როგორც 60-ში ადამს რო აცდუნებდა რა და რო უთხრა, რომ მართლა ესე გითხრათ, ღმერთმაო, რომ ამის ნაკოფი არ შეჭამოთო? აი ხედავთ, იქაც ტყუილით იწყებს რა.
იმიტომ რომ იქ სულ სხვანაირად იყო ნათქვამი. აქაც ამ შემთხვევაში სულ სხვანაირად არის ნათქვამი და ეს სულ სხვანაირ პერიფრაზირებას აკეთებს რა. რომ თითქოს მისთვის არის ეს დაწერილი. შედალოცვილო, დალოცვილი არ არის, ხა დაწყევლილია, მაგრამ თუ იმას აღიარებ, რომ ის ღმერთია და ძე ღვთისა, მაშინ რათ უნდა მას გადაგდება ყველა ის ანგელოზების და მთავარ ანგელოზების და ყველანი მას ემსახურებია. მას ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს სამყაროში. და თუ არა და მაშინ რატომ იტყუები? ანუ ორივე მხრივ ტყუილი გამოდის. იქიდანაც და იქიდანაც. და უფალი რას პასუხობს? საბოლოო ჯამში ეს რა არის, იცით? მიიტანა იერიში, ანუ შემდეგ იერიში პირველი ხო იყო მის გემოთმოყარებაზე და ამპარტამაზე, რა ქვია, ნაყროვანებაზე. მეორე იერიში მიიტანა უკვე დიდების მოყარებაზე, ამპარტავნებაზე, ხედავთ? რომ მას როგორც ადამიანს გამოიყენებინა ეს საშუალება და ასე ვთქვათ რაღაცა ეტრაბახა და უცებ რაღაცა სცენა მოეწყო, ხა თქვენ წარმოიდგინეთ რომ უფალშოს გაეკეთებინა ხა მართლა რომ არ მოხტარიყო იქიდან და არაფერი არ მოსულა, აი ნუ რა სისულელია, ხო? იმიტომ რომ უფალმა ეს ყველაფერი უფალშო ეს ნდომებოდა, საერთოდ არ გაანკაცდებოდა ხალხი. უფალმა ის დაუშვა რომ ცოდვილ ადამიანებს ჯვარზე გაეკრა და მოეკლათ. და ეხლა იმის კლიპების დადგმას დაიწყებდა ეხლა ღმერთი რომ ეხლა გადმოხტარიყო და არ დაცემულიყო და არ დავარდნილიყო და არაფერი დამართნოდა, რა სისულელია, ხო? ჯერ ერთი და მეორეც ისევ და ისევ იმას გეტყვით რომ არავითარ შემთხვევაში ის ეშმაკის შემოთავაზებას არ თანხდება. და უყურე რას პასუხობს? ასევე დაწერილიაო წერილარსო, არა განსადო უფალი ღმერთი შენია. იმიტომ რომ ღვთის სიტყვას უნდა მიენდო. კი არ უნდა გამოცადო რომ აი ხა ეს რო წერია, აბა მოდი მართლა ესე იქნება თუ არ იქნება. ექსპერიმენტები კი არ უნდა ატარო. ეს არ არის რწმენა. ეს უკვე ეჭვია. როცა შენ ექსპერიმენტებზე ცდებს ატარებ. არა. შენ ეს სუფთა გულით ბავშვურად უნდა ირწმუნო და მართლა ესე იქნება, რასაც ირწმუნებ. მართლა დაგიჭერს უფალი ყველგან, მართლა გადაგარჩენს და მთელი ჩვენი თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრება სწორედ ამის დასტურია. რომ ღმერთია ესე თავისი უხილავი ზრუნველი ხელით დაგყვება და პატრონობს მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვისაც ამის უნარი აქვს და სულიერი მძნობელობა გაფაქიზებული აქვს, ყველა ამას ამჩნევს. და ვისაც არა, იმას გონია რომ თავისით ხდება ბუნებრივად ეს ყველაფერი და გონია რომ თვითონ არის მაგარი და თვითონ შეუულია რაღაცები და არაფერი არ შეუულია თვითონ. არც ერთ ადამიანს. ღმერთი რო არ იცავდეს და ღმერთი რო არ პატრონობდეს. და პასუხობს, არა განსადო უფალი ღმერთი შენიო შეახსენოს. აი ხედავთ, აქაც მოკლედ მოუჭრა. თან შვიდად პასუხობს ხალხი. აი ესეც უნდა ვისწავლოთ ჩვენ ღვთისაგან. სიმშვიდით უკუგდება ბოროტის შემოთავაზებისა ყოველთვის. როცა არ უნდა შემოგთავაზოს მათ. ყველა წარიყვანა იგი ეშმაკმა მთასა ფრიად მაღალსა, თან ამითი თავისი სიმდაბლე აჩვენა მას. რომ ეს არაფერში ამჭირდება და მე არა ვარ ამპარტავანი, რომ აი ესეთი რაღაცეებით იკვებებოდეს ჩემი სული. არ მჭირდება მე ეს არაფერში. ანუ ამპარტავნების, დიდების მოყარეობის ცოდვა დაამარცხა და ძლია ამითი უფალ. ყველა წარიყვანა იგი ეშმაკმა მთასა ფრიად მაღალსა და უჩვენა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაი მათი. ესეც ხდება სულიერად, მე თქვენ გითხარით, ხო, ეს ხილვის დონეზე რა, ანუ აიყვანა სულიერად რაღაც მაღალ მთაზე და იქიდან დაანახვა ესეთი წარმოსახვითი სახით მთელი სამყაროს მოკლედ სილამაზე, დიდებულება, სიმდიდრე და ყველაფერი მოკლედ რა, რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს, რასაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში მიველტვი და ვესწრაფვი და იქ სწავლა და განათლება და ის ყველაფერი, იმიტომ გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრი ფული გქონდეს და მე ბევრი რაღაცები გავაკეთო და ის და რაღაც გქონდეს. აი ეს ყველაფერი ერთიანობაში დაანახა რა. და რას ეუბნება, წარმოიდგინეთ ხა თავხედი რა. და რქვა ამას უფალს. ესე ყოველი მიქცე შენ, უკვე თუ დავარდე და თაყვანისზე მეო. აი უბრალოდ დაუკვირდეთ ხალხო. ღმერთსაც კი თუ კი ესე უთავხედდება. თქვენ წარმოგიდგენიათ? კი ეხა ბოლომდე ვერ ხვდება, მაგრამ ნაწილობრივ ხო იცის, ანუ ის ხმა ხო გაიგონა ის, ანუ
რა დონეზე მიაქვს იერიში, სადამდე მიდის მისი თავხედობა, რომ სადღაც მაინც ხო უშვებს, რომ შეიძლება ღმერთია, რა ხო მოისმინა ის ხმა. მაინც ეუბნება რა, რომ ამ ყველაფერსო შენ მოგცემო. ჯერ დაუკვირდით ისე მატყუარა, რომ თითქოს მისია ის ყველაფერი რა. თითქოს ის იყოს ბატონ პატრონი ამ ქვეყნისა, ამ სილამაზის, ამ სიმდიდრის, ისიც ღვთის არ არის ის ყველაფერი? და ისეს თავაზობს და ჩვენც აი ესე გვატყუეს ძალიან ხშირად ეშმაკი რა. ჩვენც აი ესე გვთავაზობს ამ ქვეყნიურ სიამოვნებებს და სიტყვებს და იმას, გვთავაზობს ისე თითქოს მისი იყოს. არ არის მისი, დამიჯერეთ. და აი ამ ყველაფერსო შენ მოგცემო. თუ კი დავარდებიო და თაყვანს მცემო. და ეს არის მესამე და ყველაზე ისეთი თავხედული შემოთავაზება, აქ უკვე განიცადა რაში, მიაქციეთ ყურადღება, აქ უკვე გამოიცადა უფალი ვერცხლის მოყვარეობაში და ანგარების მოყვარეობაში. და მამები გვასწავლიან, რომ აი ეს სამი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი ცოდვა, რომელშიც ეშმაკმა გამოსცადა უფალიც კი ხურცშესხმული, ხო? რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ, რომ მოვერიოთ და დავამარცხოთ. და ამაზე უკვე უფალი მკაცრად პასუხობს. ანუ როდესაც უკვე ეშმაკის თავხედობა საზღვარი აღარ აქვს, უფალი უკვე პასუხობს. მაშინ რქვა მას იესო, წარვეთ ჩემგან მართლუკუმ სატანა. გამშორდიო. რამე თუ წერილ არს, უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისზე და მას მხოლოს ამსახურებდე. აი ჭეშმარიტი წმინდა წერილის სიტყვით უპასუხა უკვე უფალმა. გააგდო ეშმაკი და დაახვედრა წმინდა წერილის სიტყვები, რომ წერილ არსო, რომ თაყვანისცემა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ უფალს ეკუთვნის და არა შენ, მატყუარა და თავხედო და გამშორდი ჩემგან და წადი. რომ მხოლოდ უფალს უნდა თაყვანისცე და მას მხოლოდ ამსახურებდე, მეტი არავის. უყურეთ, მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმა მან და ანგელოზნი მოვიდეს და მსახურებდეს მას. აი, საოცრება, რა მარტივია, ხედავთ ხალხო. თუ კი ჩვენ სულიერ სიმტკიცეს გამოვიჩენთ, აი ეს არის ფორმულა, ასე ვთქვათ, ადამიანის სულიერი ბრძოლისა და სულიერი განვითარებისა. მარხვა, ანუ საკუთარ თავზე მუშაობა, შრომა, ასკეზა, მერე გამოცდები ბოროტისაგან, ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ანუ დახვედრება უარისა ყოველ ეშმაკისეულ შემოთავაზებაზე და ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ არა მხოლოდ აქ უბრალოდ გამახვილებულია ყურადღება ამ სამ რამეზე, თორე ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ აბსოლუტურად ყველა ცოდვისადმი მიდრეკილებაში გამოიცადა უფალი. და დარწმუნებული ყავით, რომ ეს ასე იქნებოდა. არ დატოვებდა ეშმაკი არც ერთ სისუსტეს ადამიანურს, რომ მასში არ გამოიცადა ღმერთი. დაუხვედრა უარი, გამშორდიო უთხრა ამ მტკიცე უარების შემდეგ და მიდის ეშმაკი ხალხო, ხედავთ? აი ჩვენ რო ვიძახით ხოლმე რატო არ გვანებებს ეს განსაცდელი თავს, რატო არ მეშვება ეშმაკი? იცი რატო არ გეშვება? იმიტომ რომ მტკიცე არ ახარ. იმიტომ რომ ცოდვა გიყვარს, გეტკბილება, არ გეთმობა. და იმიტომაც არ შეგეშვება ეშმაკი არასოდეს. სანამ შენ სიმტკიცეს არ გამოავლენ ბოლომდე, სანამ ცოდვას არ შეიძულებ, როგორც საძაგლობას, როგორც საზიზღრობას. და არ შეიყვარებს ათნოებას. აი მაშინ, აი თუ კი ესე შეიძულებთ, აი მაშინ ნახავთ თუ კიდე არ დაგანებებთ თავს ეშმაკი. დაგანებებთ აუცილებლად. იმიტომ რომ ხელჩასაჭიდი აღარ ექნება არაფერი თქვენთან. თქვენ თუ ცოდვა არ გიყვარეთ, ეშმაკისთვის ხელჩასაჭიდი არის ჩვენი მიდრეკილება ცოდვისადმი და ჩვენი სიყვარული ცოდვისადმი. აი ცოდვის მიერი სიტყვება რომ მოგწონს და რო გვეტკბილება, აი ეს არის ეშმაკისთვის ხელჩასაჭიდი, რასაც ის ებღაუჭება და საიდანაც ცდილობს ჩვენ გვასწავლოს. ხედავთ, საკმარისია ეშმაკს მტკიცე უარი დაუხვედრო ყველა მის შემოთავაზებაზე, რომ ეშმაკი ილტვის შენგან და ანგელოზნი ღვთისანი მოდიან და გემსახურებიან შენ. ხედავთ? და თქვენ იცოდეთ ხალხო, წაიკითხეთ წმინდა მამათა ცხოვრება და ნახავთ, რომ ეს შესაძლებელია ჭეშმარიტად რომ აქვე დედამიწაზევე
შენ იმ ხელას სიწმინდეს მიაღწიო. აი ამ შენი თავისუფალინებით ქრისტიანობის აიგონო ამ შემდგომარეობას. ქრისტიანობის სიდიადე ამაშია სწორედ. არავის არ დაუჯეროთ თუ ვინმე გეტყვით რომ სიწმინდის მიღწევა შეუძლებელია აქ დედამიწაზე. ჩათვალეთ პირდაპირ მთელი პასუხისგებლობით გეუბნები და ამას ვიტყვი ნებისმიერ ტრიბუნიდანვე. ვინც ამას იტყვის რომ დედამიწაზე სულიერი 8 წლის შედეგად სიწმინდის მიღწევა შეუძლებელია და თუნდაც ერთი ცოდვის დამარცხება შეუძლებელია სრულად გონების დონეზეც კი იცოდეთ პირდაპირ გეუბნებით რომ ის ადამიანი გამოობს ღმერთს და ის ადამიანი სრულ სწავლებას ამკვიდრებს. ტყუილია ეს ყველაფერი. პირიქით ქრისტიანობის არსი ზუსტად იმაში მდგომარეობს რომ ნებისმიერი ცოდვის დათრგუნა ღვთის მადლით და საკუთარი მონდომებით შესაძლებელია. თუ არადა წაიგითხეთ თქვენ მე შემიძლია გირჩიოთ მე როცა დრო გექნებათ ამისი და ხალისი და სულიერი მზადყოფნა წაიგითხეთ მაკარე დიდის სულიერი განვითარების საფეხურები რომელსაც 12 საფეხურად აქვს დაყოფილი ადამიანის სულიერი განვითარება და ნახეთ იქ მე-12 საფეხური ადამიანის სულიერი განვითარების უმაღლესი საფეხური ესე ქვია უпроსტად ესე ქვია სულიერი სრულყოფილების უმაღლესი საფეხური და ნახეთ იქ რაზე ლაპარაკობს უფლის მტვირთვალ ანგელოზებს ადარებს ადამიანს ქერუბიმებს და სერაფიმებს საოცრებებს ამბობს ხალხო მზეს ადარებს მზეს განხთობილ ადამიანს და სწორედ ეს მაგალითი მოყავს აიო როგორც უფალსო ვერაფერი ვერ დააკლო მიუხედავად იმისაო რომ დიდი იერიში მიიტანაო მასზე ბოროტმაო მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლო იმიტომ რომ იმ სხეულში უფალი იყო ყოველი ღმერთშემოსილი ადამიანი ანუ ყოველი ადამიანი რომელიც ნათლისღების მადლით მოსილი სულიწმინდის ბეჭდით აღბეჭდილი იშრომებს იღვაწებს და დაუთმობს უფალს თავის ნებას და დაუთმობს უფალს მასში მოქმედებას და გახდება ჭურჭელი სული საწმინდისა და მასში დაიმკვიდრეს ღმერთი სწორედ ისევეაო როგორიც იყო უფალიო ხორცი მოსულიო იმიტომ რომ მასშიც უკვე ღმერთი ცხოვრობს მის სულშიო და როგორც მზეო ყველა მხრიდან კაშკაშებსო და ყველა მხრიდან ანათებსო არსაიდან ლაქა არა აქვსო ესე ვიქნებით ჩვენც მაგრამ ეხა ეს ყველაფერი გრამოფონში იქნება თუ კი ჩვენ არ მოვინდომე და თუ კი ჩვენ შესაბამისი ძალისხმევა არ გამოვალვინებთ ამ ყველაფრისათვის რომ მოვიპოვოთ სულიერი სარგებელი და სულიერი წინსვლა განვიცადოთ. მოდი ვნახოთ რა ხდება ამის შემდეგ. ანუ დასრულდა ასე ვთქვათ გამოცდა, ჩააბარა უფალმა, წარმატებით ეს გამოცდა, წავიდა მისგან ეშმაკი, დაუტევა ეშმაკმა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ დროებით, იმიტომ რომ კიდევ ბევრჯერ მოიტანს ის თავხედურად ამ თავის შემოტევას, მაგრამ ამჯერად დაუტევა და ანგელოზნი მოვიდეს და მსახურებდეს მას. რა ხდება შემდეგ? ხოლო ესმარა იესოს ვითარმე იოანე მიეცა განეშორა და წარვიდა გალილეა და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკვიდრა კაპერნაუმს საზღვართა ზაბულონისა და ნეფთალენისა რაით აღესრულოს თქმული იგი ისაია წინასწარმეტყველისაი რომელსა იტყვის ქვეყანაი ზაბულონისი და ქვეყანაი ნეფთალენისი გზაი ზღვისაი წიაღ იორდანესა გალილეაი წარმართთა ერი რომელიც ხდა ბნელსა იხილა ნათელი დიდი და რომელიც ხდეს სოფელსა და აჩბილთა სიკვდილისათა ნათელი აღმოუწყინდა მათ უყურეთ როდესაც გაიგო ესომო რომ იოანე მიეცაო საპყრობილეშიო ანუ თქვენ იცით ხო ეს ისტორია თუ არა და შეგახსენებთ ვინც არ იცით რომ ჰეროდე ეს უკვე იმ ჰეროდეს შვილია იმ დღეს მკითხა ვიღაცა მე მგონი რა და ზუსტად ახლა არაგერიოთ ეს იმ ჰეროდეში რომელიც გარდაიცვალა ეს მისი შვილი ჰეროდე არის ამჯერად უკვე რომელსაც ყავდა თავისი ძმის ფილიპეს სოლი ცოლად მოყვანილი ჰეროდეა და რომელიც ნუ მეძავი ქალი იყო რა მაგრამ ნუ ამან ცოლად მოიყვანა და უჟულოებაში იმყოფებოდა იმიტომ რომ არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდა რომ თავისი ძმის ცოლი ყოლოდა ცოლად მას ხო და იოანე ნათლისმცემელი მას ამხელდა
მუდმივად ამხელდა. და ეხლა მამხილებელი იცით თქვენ რომ არავის არ უყვარს, ხო, არავის არ სიამოვნებს, მით უმეტეს თუ შენ ამ მამხილებელი მხოლოდ იმ ადამიანს სიამოვნებს, ვინც სულიერ სარგებელს ეძებს. როგორც სოლომონ ბრძენი გვეუბნება, ხო? ამხილე ბრძენსაო და უბრძენეს იქმნესო. და ნუ ამხილებო უგუნურსო, იმიტომ რომ ტრად გადაგეკიდებაო. ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე მოხდა. ანუ ეხა ივანე ნათლისმცემელი ეხა ის მისი მოვალეობა იყო და ის თავის ვალად თვლიდა რომ უნდა ემხილებინა აუცილებლად. და ამხელდა ჰეროდეს თავისი უჟულობის გამო და ჰეროდე მის ციხეში ჩასვა, საპრობილეში შეაყენა. ხედავთ მიაქციეთ ყურადღება რომ უფალი მიუხედავად იმისა რომ მან უკვე ეს ნათლისღების მომენტიც გაიარა ასე ვთქვათ და იწყებს უკვე მოწაფეების შემოკრებას და ქადაგებას მიუხედავად ამისა ჯერ აცლის იოანე ნათლისმცემელს რომ მან დაასრულოს თავისი მოღვაწეობა და აი როდესაც უკვე იოანე ნათლისმცემელი მიეცემა ესენი რატო გამოვთეთ მეგონი დაცხადე არ გინდათ რომ ჩართოთ თუ ცივავი იმის როდესაც დაინახა რომ იოანე ნათლისმცემელი უკვე შეიპყრო ჰეროდე და დააპატიმრა აი ეხლა იწყებს უკვე ქადაგებას იესო ანუ მიდის გალილეაში და მე მინდა შეგახსენოთ რომ იუდეა და გალილეა განსხვავდება ერთმანეთსაგან სხვადასხვა მხარე იყო იუდეველები გალილეველებს არ აღიარებდნენ იმიტომ რომ გალილეველებს როგორც წარმართებს ისე ეპყრობოდნენ რა მაგრამ იესო მიდის განგებ ჯერ ერთი იმიტომ რომ აღესრულოს წინასწარმეტყველება და აქ მოყვანილია ეს წინასწარმეტყველება და მეორეც იმიტომ იყო ნაწინასწარმეტყველები ეს ყველაფერი რომ ამით მოხდეს კიდევ ერთხელ მხილება იუდეველებისა ანუ იმ ხალხისა რომლებიც თითქოს და ყველაზე უკეთ უნდა ყოფილიყვნენ მომზადებული ღმერთის მისაღებად და აი მათ რომ ვერ მიიღეს და მიიღეს გალილეველებმა სამარიტელებმა წარმართებმა ანუ იმ ადამიანებმა რომლებსაც წესით არ უნდა მიიღოთ უფალი იუდეველების გაგებით და ხედავთ პირიქით ხდება იუდეველებმა მიუხედავად თავიანთი განსწავლულობისა წმინდა წერილში ვერ მიიღეს მათთვის ხორცში მოსული მაცხოვარი და გალილეველებმა სამარიტელებმა და წარმართებმა მიიღეს თავიანთი უბრალოების გამო რომაც თავში არაფერი არ ქონდა თავარდნილი და იუდეველებს თავში ქონდა თავარდნილი და ამ პარტავნების გამო მათ ვერ მიიღეს და ამათმა უბრალოების და სიმდაბლის გამო მიიღეს ანუ აქაც კიდე მეორე სწავლება და ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას რომ სიმდაბლე ნუ ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია გესაუბრო და ხშირად მოვიყვან ხოლმე ამაზე გავაკეთებ ხოლმე აქცენტს სიმდაბლესთან დაკავშირებით იმიტომ რომ იცოდეთ ხალხო ქრისტიანობაში წარმატება და ზოგადად ქრისტიანობა სიმდაბლით იწყება სიმდაბლით გრძელდება და სიმდაბლით თავდება აი სიმდაბლეა თავიდან მომდე მთელი ქრისტიანობა თუ სიმდაბლე არ აგა თუ სიმდაბლე არ შეიყვარე და არ შეიმოსე არაფერი არ გეშველება რა დამიჯერეთ ხალხო და დაიწყო ქადაგება უყურეთ რისი ქადაგება დაიწყო გეცნობათ ეს ქადაგება მიერიდან იწყო იესო ქადაგება და სიტყვა შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ ვარ სასופველი ცაკ გაიხსენეთ ვინ ქადაგებდა ზუსტად ამ სიტყვებს იოანე ნათლისმცემელი იოანე ნათლისმცემელის სიტყვებით დაიწყო ქადაგება უფალმა იცით რატო რომ დაედასტურებინა რომ იოანეს გზის გამგრძელებელი იყო თვითონ რომ იოანე იყო სწორედ მისი წინამორბედი დაედასტურებინა ის და ხაზი გაესვა იმისთვის რომ ის იოანეს სწავლებას არაფერში არ უპირისპირდებოდა რომ მათ შორის სრული თანხმობა იყო და კიდევ ერთიც რატომ იწყებს ამ სიტყვებით იმიტომ რომ ეს არის საფუძველთა საფუძველი ქრისტიანობისა გახსოვთ ჩვენ გვისაუბრია სინანულთან დაკავშირებით რომ აი სწორედ სინანული და მისგან შობილი სიმდაბლე წარმოქმნის იმ საფუძველს ადამიანში რომელშიც შენდება უფლის სახლი რომელზეც შენდება ქრისტიანის სული სხვანაირად წარმოუდგენელია შეინანეთო სხვაგან
სხვა მახარებელთა ნათქვამია, როდესაც იოანე ქადაგებდა, ამბობდა, რომ ყოველი ხევნები აღმოისოს და ყოველი ბორცვი და გორაკი მოსწორდესო. ანუ ეს გორაკები და ხევები ადამიანის სულში არის სოდვები, ჩემო კარგები. და სინანულია მხოლოდ და მხოლოდ ის ზალა, რომელიც აი ამ უსწორ მასწორო რელიეფს ასწორებს, ალაგებს და მისაღებს ხდის და გამზადებულს ხდის ღვთისათვის, რომ მასზე ღვთის მადლმა გამოიაროს და შემოვიდეს ჩვენს გულში. მხოლოდ და მხოლოდ სინანული და ამიტომაც არის, რომ უფალი ისევ და ისევ იოანე ნათლისმცემლის სიტყვებით იწყებს. იმიტომ რომ რაც არის ქვაკუთხედი და ბაზა ქრისტიანის სულისა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცადა. მეტი მოახლოება რაღა გინდა? ადამიანო, ღმერთი განკაცდა, დედამიწაზე ჩამოვიდა, ხორცი შეიმოსა, ადამიანთა შორის დადის და გიქადაგებს, სასწაულებს გიხდენს. და აგერ სადაცაა ჯვარზე გაეკვრება, მოკვდება, სიკვდილს დაამარცხებს, აღდგება და აღადგენს შენს ბუნებას უხსნელებაში. შენი გამოხსნა მოახლოებული ადამიანო და გამოფხიზლდიო ეუბნება. მოახლოებულია სასუფეველი ცათა და შეინანე, რომ იგრძნო ეს ყველაფერი და მზაობა გქონდეს უფლის მადლის მისაღებად. იმიტომ რომ უნანელ გულში უფალი ვერ მკვიდრდება, გახსოვდეთ. გაიხსენეთ წმინდა წერილის სიტყვები, ამ პარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო დაბალთა მოსცის მადლია. ამ პარტავნება ზაგს უფალს, როგორც მტერი და საშინელი თვისება ყველაზე ადამიანისა. და დაბალთა მოსცის მადლიო. სხვაგან იგივე უფალი გვეტყვის და მოგვიანებით ვნახავთ ჩვენ, შვიდ ვარ და დაბალ გულითაო, ისწავლეთო ჩემგანო, როგორები უნდა იყოთო. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მადლს ვერ მიიღებთ. და იქცეოდა რა იესოს ზღვის კიდესა მას გალილეაისასა, იხილნა ორნი ძმანი. სიმონ, რომელსაც ეწოდა პეტრე და ანდრია ძმა იმისი. ითხოვლიდეს რა სათხეველითა ზღვასა მას, რამე თუ იყვნეს მესათხევლი. და რქვა მათ, მოვედით და შემომიდექით მე და ყვნეთ თქვენ მესათხევლე კაცთან. ეხლა მოდი დავსვათ შეკითხვა, ეს პირველი ხილვაა უფლისა ანდრიასი და პეტრესი? არა. იმიტომ რომ თუ სახარებას ყურადღებით წავიკითხავთ, ნახავთ სხვა მახარებლებთან, რომ ჯერ მანამდე ხდება ეს ყველაფერი, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ეუბნება ანდრიას და იოანეს, რომელიც მასთან დგანან და დაინახავს იოანე ნათლისმცემელი მათკენ მომავალ იესოს, რომელიც ნათლისღებისთვის მოდის, ეუბნება მათ, ეჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხნეს სოდვანის ოფლისარნი. ანუ იოანე მანამდეც ხო ქადაგებდა სულ და ამბობდა, რომ მოეკითხებოდნენ, რომ შენ ახარო მესიაო, შენ ხარო ქრისტეო? არაო. აბა ვინ ახარო ეკითხებოდნენ და მე ხმავა რომ ღაღადებელისაო, უდაბნოსა ზედაო. და მე უფლის გზას ვამზადებო მხოლოდო. გზას უმზადებ ღმერთს ადამიანთა გულებში. და ვინც ჩემ შემდეგ მოვაო, ანუ სწორედ უფალს გულისხმობდა, მისი ფეხსაცმლის თასმის გახსნის და შეკვრის ღირსით კი არა ვარო. მისი ფეხსაცმლის ტარების ღირსი არა ვარო, სხვა სახარებაში ესეა ნათქვამი. ანუ იმდენად აღმატებულია ის ჩემზე, რომ მისი თასმის მიკარების ღირსით კი არა ვარო. და იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ ანდრია, პეტრე, იოანე და იაკობი. ეს ორი ძმა იყო და ის ორი ძმები იყვნენ რა. და მათ ხო იცოდნენ ეს იოანე ნათლისმცემელისაგან. და აი დადგა დღე, როდესაც იოანე ნათლისმცემელი პირდაპირ ეუბნება, რომ აი ეს კაცია აქ რომ მოდის, ამაზე ვლაპარაკობდი ამდენი ხანი. აი ტარიგი ღვთისა. აი ეს არის ის, ვინც მსხვერპლად უნდა შეეწიროს თელ სამყაროს. ამან უნდა დაღვაროს თავისი უგვიწო სისხლი და უნდა გამოიხსნას მთელი კაცობრიობა, მე, ჩენც ყველა. და მაშინ არის გახსოვთ, რომ ანდრია მიდის და ანდრიას რატო ეწოდება პირველ წოდებული, იმიტომ რომ პირველად ანდრიას მოუწოდა უფალმა. და ანდრია მივიდა და დაუძახა მერე უკვე პეტრეს. ანუ ეს შეხვედრა ეხლა, როდესაც ხედავს უკვე უფალი მათ
პეტრეს და ანდრიას ნავში თევზაობის დროს და მოუწოდებს მას რომ მოდით და შემომიდექით მეო. ეს არ არის უკვე პირველი შეხვედრა, იმიტომ რომ როგორც განმარტებელები გვეუბნებიან, იმ პირველი შეხვედრის შემდეგ, როდესაც დაინახეს მოციქულებმა რომ იოანე ნათლისმცემელი შეიპყრო ჰეროდემ და დააპატიმრა, ამის შემდეგ დაფრთხენო და დაიკარგნენო და ისევ თავის ძველხელობას მიიღეს ხელიო და შემდეგ უფალი მიდის და ხელახლა ეპატიჟება მათ. ნახულობს, ხელახლა მოიძიებს და ეუბნება რომ წამოდით, შემომიდექით მე და ყვნე თქვენ მესათხევლე კაცს, ანუ მესათხევლე ძველი ქართული სიტყვა სათხევლობა თევზაობას გულისხმობს რა. და თქვენ მებადურობას, იმიტომ რომ ბადი თევზაობდნენ ისინი რა. სამჭედური ქვია ძველ ქართულად ანკეს და სათხეველი ქვია ბადეს. ხო და კაცთა მებადურებად გაქცევთო, ეუბნება მათ უფალი. ხედავთ? ანუ უფალი უკვე პირდაპირ გახსნილი ტექსტით ეუბნება რომ მოდით ჩემთან, ნუ გეშინიათ მართალია იოანე ნათლისმცემელი დააპატიმრა ჰეროდემ, მაგრამ მე ვარ მისი გამგზელებელი. ჩემთვის მოვიდა იოანე, ჩემთვის იქადაგა და მე აქა ვარ. მე არა ვარ დაპატიმრებული და მოდით შემომიდექით მე და ხედავთ ეხლა იოანე ნათლისმცემელს ესეთი ამბიციური შეთავაზება არასოდეს არ ქონია მოციქულებისათვის რომ მოდით და თქვენ კაცთა მებადურებად გაქცევთ. და უფალი ეუბნება, უფალს აქვს ამის ხელმწიფება და ამის ძალა და სთავაზობს კიდევაც და ეუბნება რომ შემომიდექით მე, გამომყევით მე და კაცთა სულების მებადურებად გაქცევთ. მოდი ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, ხო ხალხო? ეხლა ეს ისეთი მაცდური შემოთავაზებაა, რომ შეიძლება ამპარტავანი ადამიანი ძალიან ადვილად წამოეკოს ამას რა, იმიტომ რომ ეხლა ყველას უნდა რომ ადამიანი, აი დღესაც მე ესე ვიტყოდი, ხო? ძალიან ბევრი, აი სასულიერო პირისთვის ძალიან დიდი საცდურია, ნებისმიერი სასულიერო პირისთვის, როდესაც ხალხი ემორჩილება მას. და აი რასაც ეტყვის, იმას აკეთებენ, უჯერებენ, ასე შემდეგ. და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო სასულიერო პირისთვის, რომ ეს მან ბოროტად არ გამოიყენოს, რომ ეს მის ამპარტავნებას არ მოემსახუროს და პირიქით მან მუდმივად უნდა აღზარდოს საკუთარ თავში და იმუშაოს სიმდაბლეზე, რომ ეს მას თავში არ აუვარდეს ხალხისაგან ტაშის დაკვრა და ოვაციები და მამაო რა მაგარი ხარ და ის და ის. ეს ძალიან ძნელია, ძალიან რთული გადასატანია მოძღვრისათვის და ამიტომ ამ შემთხვევაშიც ეხლა თქვენ არ გეგონოთ რომ უფალმა თქვათ მათ ამპარტავნებაზე იმუშავა რომ როიცის რომ ეხლა ადამიანისთვის ძალიან მაცდური წინადადებაა რომ ეხლა ადამიანების მებადური გახდეს და იმათი ბედის გამგებელი არა მიაქციეთ ყურადღება ხალხო მიაქციეთ ყურადღება იმას ვის მიმართავს უფალი უფალმა იცის ვისაც უფალი აპარტავან ადამიანებს კი არ აძლევს ამ შეთავაზებას ანდრიას და პეტრეს ეუბნება იოანეს და იაკობს ეუბნება ანუ ადამიანებს რომლებმაც სიმდაბლის ფასი იციან უბრალოების ფასი იციან რომლებიც თვითონ არიან თავდაბალნი აი იმათ მიმართავს და იმათ ეუბნება იცის უფალმა რომ ისინი სწორად გაიგებენ მის შეთავაზებას არა ისე რომ ადამიანთა სულების გამგებლები იყვნენ და ესე მარიონეტებით მართონ არა აქ თვითონ უფლის პირიდანაც უფლის სიტყვიდანაც სხვა რამე მოდის უფალის თავაზობს მათ აი წარმოიდგინეთ ეხლა ღმერთი როგორ შესთავაზებდა მას ხო ამ ყველაფერს ხო და უფალის თავაზობს მათ ამ ყველაზე დიდ სიკეთეს რომ ეკეთილი ვარ ეუბნება და მისი თვალებიდან მისი გაუმეტყველებიდან უფლის ყოველი მოქმედებიდან სწორედ ეს სიკეთე გამოშვიოდა და სთავაზობს ის ამ დიდ სიკეთეს და ეუბნება რომ აი მე ხომ ხედავთ რანაირი ვარ და თქვენს გასწავლით ამას ყველაფერს როგორ უნდა მოინადიროთ ადამიანთა გულები სასუფეველისათვის განა თქვენი ამპარტავნების და ამბიციის დაკმაყოფილებისათვის არა ღვთისათვის სასუფეველისათვის მათი საკეთი უდღეოთ ხოლო მათ ბეღსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას ხედავთ ანუ ისინი უკვე მზად არიან ამ ყველაფრისათვის და უბრალოდ რაღაცა პატარა ყევები ქონდათ, პატარა ბრძოლები ქონდათ იოანე ნათლისმცემლის დაპატიმრების შემდეგ, მაგრამ როდესაც უკვე უფალი ხელმეორედ მიდის მათთან და როდესაც ეუბნება რომ წამოდი, წამომყევი და მე თქვენ ადამიანთა მებადურებად გაქცევ, всё, ვიყვებიან. მომენტალურად დააუტევეს ბადე მათი და გაყვნენ. ამაში არის მორჩილებაც. და მორჩილებაც უნდა ვისწავლოთ ჩვენ, ხო? მორჩილება და მზადყოფნა
ღვთის სიტყვის შესასრულებლად, ღვთის სიტყვის დასაჯერებლად და გულში შესაშვებლად. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხვანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოანე ძმა იმისი. ნავსაშინა ზებედესთანა მამისა მათისა, განრა იაგებდეს ბადეთა მათთა და უწოდა მათ. ანუ მივიდა ახლა შემდეგ ორ ძმასთან, იაკობთან და იოანესთან. ზებედეს ზეები იყვნენ, ზებედე მათ მამას ერქვა რა. ხო და მამასთან ერთად იყვნენ ნავშიო და განრა იაგებდეს ბადეთა, ანუ ბადეებს ასწორებდნენ რა. ბადეს ახლა ვინც ახლა ერკოვი თამაში, ნუ სპეციალური რაღაცა დაალაგება ჭირდება იმისათვის, რომ სასრულად იყოს გამზადებული რა. ხო და აი ბადეებს ასწორებდნენ რა, ალაგებდნენ რა, რაღაც სასრულ გაემზადებინათო რა. და აი ამ დროს მოუწოდა. ანუ საქმეზე არიან რა გამოსული რა, სათევზაოდ არიან გამოსული, რომ სახში თევზი მიიტანონ, ოჯახი გამოყვებო, იქნება იმდენიც ამოვიდეს, რომ რაღაცა გააყიდონ და რაღაცა იშოვონ, მოკლედ საშუალზე არიან გამოსული რა. და ამ დროს უფალმა მოუწოდა. წამოდით. ესენი, როგორც ჩანს, უფრო მეტად არიან სულიერად მომზადებულები, იმიტომ რომ ამათ იგივე სიტყვას აღარ უმეურებს უფალი. და ამათში როგორც ჩანს, უფრო მეტი იყო შინაგანი მზადყოფნა და ესენი მომენტალურად მიყვებიან უფალს. არა მხოლოდ მიყვებიან უფალს, მიაქციეთ ყურადღება. დაუტევესო მამაო მათიო და წავიდნენ და წაყვნენ. მამა მიატოვეს ხალხი. ბადეებთან და ნავთან ერთად რა გამოსული სამუშაოდ. ეხლა ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ რა ამ შემთხვევაში რომ მაშინ სად არის თქვა ცნება ხო რომელიც გვეუბნება რომ პატივებს მამასა შენსა და დედასა შენსა. რატომ მიატოვეს მათ? ამაზე პასუხი ესეთი აქვს ეკლესიას და წმინდა მამებს რომ ჩვენ მშობელს უნდა დავემორჩილოთ მანამ სანამ ის ღვთისაკენ არ გვაბკოლებს. თორე საკმარისია ღმერთს გადაეღობოს მშობელი გზაზე ჩვენთვის, რომ ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უფლება გვაქვს მშობელს არ დავემორჩილოთ და გავაკეთოთ ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, ევსტატი მცხეთელი, აბუ თბილელი, ბევრჯერ მომიყვანია ეს მაგალითები. არა თუ მხოლოდ მშობლებს, თელ თავის ერს დაუპირისპირდა და მშობლებს მათ შორის. მაგრამ მათ ჭეშმარიტებისკენ გააკეთეს არჩევანი ხალხი. და როცა შენ ესე გიდგას არჩევანი რომ ან ღვთის წინაშე სიმართლე, ან ცნების დაცვა და ან მშობლისადმი პატივისცემა, აი იქ უკვე აშკარად ღმერთს უნდა დაემორჩილო და მე მithქვამს და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ რომ ქრისტიანის ცხოვრებაში ღირებულებათა სისტემა უნდა არსებობდეს კაცრად განსაზღვრული. უნდა იცოდეს ქრისტიანმა რა არის მის ცხოვრებაში მთავარი, რა არის მეორე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაალაგებული ეს. ეს როცა იცის ქრისტიანმა, ის ყველაფერი ნათელია უკვე რა. და იცის, რომ კი ბატონო მშობელს პატივი უნდა სე, აი მაგალითად უფრო კონკრეტული შედარება შემელია მოგიყვანოთ, ნუ განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ. აი თქვათ, დაოჯახებული ხარ, იცით რომ ასევე თქვათ ოჯახური მცნებაა, რომ მეუღლის უნდა დაემორჩილო, ხო? ქმრისადმი მორჩილება გმართებს. იგივე ქრისტიანულად, ხო? მაგრამ თქვა დარჩი ორსულად და ქმარი გიბიძგებს რომ წავდი რა ეგ შვილი არ გჭირდება და აბორტი გაიგეთ. აი ამ შემთხვევაში შენ სრული უფლება გაქვს ქმარს არ დაემორჩილო, სრული უფლება გაქვს ქრისტიანულად ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ქმრის მორჩილებაზე მაღლა დგას მცნება, გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი და დგას მცნება არა კაცკლა. გესმით ასე რომ აი ეს უპირატესობების მომენტი ყოველთვის კარგად უნდა გქონდეს ადამიანს გარკვეული. რა არის მთავარი, რა მეორე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ესე ხდება. იოანე და იაკობი, ნუ ეხა ჩვენ არ ვიცით მანამდე მათ რა საუბარი ჰქონდათ საკუთარ მამასთან, შეიძლება მამის ეუბნებოდათ მათ რომ ნუ ეხა სად უნდა წახვიდეთ, მოდით აქ რაღაცა ვითევზოთ, სახში საჭმელია მისატანი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენ ხო არ ვიცით, უბრალოდ მე იმ დღესაც გითხარით, რომ ეხა უნდა ვეცადოთ ყოველთვის რომ სახარებისეული სიუჟეტები გავაცოცხლოთ ხოლმე ჩვენთვის რა. რომ ვიგრძნოთ ეს ყველაფერი რეალურად, ცოცხლად დავინახოთ, რომ რა ხდებოდა. და ჩვენ ხო არ ვიცით, მაგრამ წარმოვიდგინოთ რა, რომ სავარაუდოდ ესე იქნებოდა რა.
რომ ხა ჭაბუკები იყვნენ ივანე განსაკუთრებით ეხა წვერიც არ ქონდა ჯერ რაღაც უწორული ჭაბუკი იყო იაკობიც ახალგაზრდა იყო და ეხა ნუ მამამისი ეთყობდა რა დრო ეხა სად უნდა გაყვეთ მაკათ თავისი გაჭირვებია სახლი არა კარი არა აქვს ეხა უცხო თვალით ესე ჩანდა იესო ხალხო ერთი უსახლკარო კაცი იყო ღარიბულად ჩაცმული ღარიბული ფეხსაცმელი ეცვა ღარიბული ტანსაცმელი ერთი და იგივე ტანსაცმელი ერთი და იგივე კვართი თქვენ იცით ეს კვართი რომელიც მე ჩვენთან ჩაუმგზავნა და დღემდე ჩვენთან არის და არის უდიდესი სიწმინდე ქრისტიანობისა და აი უყურებდნენ ადამიანს რა რომელშიც ხორციელი თვალით შეუძლებელი იყო რომ ერთი დაგენახა და ეხლა რამდენჯერ ეთყოდა ხო აი როგორც ეხლა ბევრი თქვენთაგან მშობლები რო გეუბნებიან რომ აი რა წაიღე ტვინიან ყოველ შაბათ-კვირა ეკლესიის სიარული და დარჩი სახში იყავი რაღაცა გააკეთე დედაშენს მიეხმარე სახლი გამოგავე საჭმელი გააკეთე ანუ ვერ ხვდებიან ისინი ანუ მათ იციან ხორციელი საზრუნავის ფასი და აუცილებლობა და სულიერი საზრუნავის აუცილებლობას ვერ ხვდებიან ამას ვერ განიცდიან ამიტომ ის რო არ იციან გონიათ რომ შენ უსაქმური ხარ ეკლესიაში რო დადიხარ იმიტომ რომ ფიზიკურად ესე ხელის შესახებ საქმეს არ აკეთებ აი რასაც ისინი დააქმნდნენ რომ საქმე გააკეთა და სულიერად რა ხდება კიდე და შენ სულში რა ხდება და რა იზრდება და რა ვითარდება ამას ვერ ხედავ ამიტომ გონიათ რომ წყალს ნაყავ ფუჭად ირჯები ამიტომაც ჩვენ უნდა ვივარაუდოთ ამ შემთხვევაში რომ რა კი მათ მიატოვეს მამა ესე იგი მათ შორის ეს იდეოლოგიური დაპირისპირება იყო და იმიტომაც მიატოვეს და სწორი იყო და გამართლებული იყო ამ შემთხვევაში მათი ნაბიჯი იმიტომ რომ მათ ჭეშმარიტების სასარგებლოდ საკუთარი სულის ხონების სასარგებლოდ და ღვთის სასარგებლოდ გააკეთეს ეს ნაბიჯი და მოვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავლიდა შესაკრებელთა შორის მათთან და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძულრებას ერთსა შორის ანუ დაიწყო უფალმა აქტიური მოღვაწეობა ქადაგებს კურნავს ასწავლის გალილეაში კიდევ და კიდევ გეუბნები იმიტომ რომ აღსრულებული იყო წინასწარმეტყველება და დაენახებინა და ემხილებინა ამით უფალს იუდეველები გალილეელები იღებდნენ მას ადეკვატურად პასუხობდნენ უხაროდათ მისი სასწაულებიც მისი სწავლებასაც ისმენდნენ და უფალიც ასწავლიდა მათ და მოციქულებიც მათთან ერთად დადიან და ნელ-ნელა იზრდებიან იმიტომ რომ მოციქულებში უნდა გაიზარდოს ეს აღქმა ეს რწმენა კი მათ მოისმინეს უფლის ხმა რომელმაც ზეციდან დაამოწმა მათ მოისმინეს ივანე ნათლისმცემლის მოწმობა რომ ეს არის კრავი ღვთისა რომელმან აღიღოს აისა ცოდვანი სოფლისა და ტარიგი უფლისა მაგრამ მოციქულებს ჯერ ძალიან ბევრი აკლიათ საიმისოდ რომ ისინი გაძლიერდნენ და მათში გაჩნდეს ღვთის შემეცნება ანუ მათსავენაირ ადამიანში ღმერთი შეიცნო ეს ძალიან რთულია ხალხო და ნუ განიკითხავთ მურასოდეს მოციქულებს ჩვენ ალბათ საერთოდ იმ კატეგორიაში ვეწერებოდით რომლებმაც საერთოდ ვერ მიიღეს და ვერ იცნეს უფალი ჩვენი ამ პალკავნებიდან გამომდინარე და მოციქულებმა იცნეს და აყვებოდნენ თან მუდამ მასთან ერთად იზიარებდნენ დევნას სიცივეს ტკივილს შიშს ყველაფერს აბსოლუტურად ამიტომ ნუ განვიკითხავთ მათ ისინი ნელ-ნელა იზრდებიან უფლის სასწაულების და უფლის სწავლების მსმენელნი და შემხედვარები და განითქვა ამბავი მისი ყოველსა ქვეყანასა ხურიასტანისასა ასურასტანისასა და მოგვრიდეს მას ყოველთა ბოროტა ცნეულთა თითო სახეთაგან სენთა და გვემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად გვემულთა და განრღვეულთა და განკურნა იგინი და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაით და 10 ქალაქით და იერუსალიმით და ხურიასტანით და წიაღ იორდანით ხედავთ ანუ უფალმა დაიწყო უკვე აქტიური ქადაგება დაიწყო უკვე უფალმა და კურნავს უკვე ისეთ სნეულებებს და დაავადებებს რომლების განკურნებაც ძალიან რთული იყო მანამდე და ვერავის ვერ შეეძლო ხოლმე მათ შორის არის მოხსენიებული პარალიზებულები განრღვეული პარალიზებულს ნიშნავს ცისად გვემულები ანუ ეს ცისად გვემულები
დაახლოებით იყვნენ აი თვარეულებს რომ ეძახდნენ, მაგრამ თვარეულებიც არ იყვნენ, სულ ანუ როგორ იყო იცი რომ მათ რაღაცა მძიმე დაავადებას, როდესაც ახსნას ვერ უძებნიდნენ, ეხლა მაშინ იცით რომ ეხლა მედიცინა არ იყო ისე როგორც დღეს არის, ხო? მაშინ რაღაც ხალხურად იყო ეს ყველაფერი განვითარებული, ხალხური მკურნალები იყვნენ და როდესაც რაღაცა გარკვეულ ახსნას ვერ მოუძებნიდნენ, აბრალებდნენ ამას უკვე ციურ სხეულებს და კონკრეტულად თვარეს. და ცისად გვემულებს ეძახდნენ სწორედ აი ესეთ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა განსაკუთრებული მძიმე სნეულებით იყვნენ შეპყრობილი, რაღაცა მათი ხორციელი წამალი არ შეოლოდა და თითქოს და დამოკიდებული იყვნენ რაღაცა ციურ ნათობებზე რა. და ესეც რა თქმა უნდა ეშმაკის ტყუილი იყო შემოგდებული ხალხში, რომ თითქოს და რაღაცა ციური ნათობებისათვის დაებრალებინა, ისევე როგორც დღევანდელი ასტროლოგები ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ რაღაცა სულიერი ზემოქმედების ძალები აქვს ნათობებს. მე თქვენ ადრე გესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედების ძალა აქვს. ისიც რაღაც გარკვეულ დონეზე, ნათობებს და საერთოდ ყველაფერს, აი ეს ხე რო არის, აქ ეხა ეს პალმა, იცოდეთ რომ თითოეულ ჩვენთაგან ზემოქმედებს ეს. თითო ფოთოლი, რომელიც ხეზეებია, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი ჰარმონიაში და ყველაფერი ერთმანეთს ემოქმედებს და მით უმეტეს ეხა ისეთი უზარმაზარი პლანეტები, რომლებიც საში კიდია და ეხა თავის ტრაექტორიით მოძრაობენ, შეუძლებელია რომ ჩვენზე თითოეულ ჩვენთაგანზე ყველა ამ საციცოცხლო ფიზიოლოგიური პროცესი არ მოქმედებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიურზე. სულიერ პლანში არანაირი ზეგავლენა მათ არ აქვს. ამით დასრულდა დღევანდელი სახარება, ამით დასრულდა მეოთხე თავი და შემდეგი თავი არის უკვე მეხუთე თავი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნახოთ, აი თუ მოვასწარით, შეიძლება მეხუთე თავი შუაზე გაყოფაც მოგვიწევს, მაგრამ ნახოთ ეხლა თუ ჭკვიანს მოვიცეთ, შეიძლება მოვასწროთ კიდევაც და თქვა ერთ საუბარში ჩავედიო. ეს იყო მეოთხე თავთან დაკავშირებით და თუ ვინმე საიმე შეკითხვა გაქვთ ისმენთ ახლა. თუ არა და მაშინ თავისუფალი ხართ. კი, როგორ არ შეიძლება? ეს მაგმა გამოსცადა უფალი, უნდა გამოსცადა უფალის და უფრაო ფაშის გადააქცია. უფალ შეუძლია ფიზიკურად გადაქცევა, ესე იგი ესმაკის მოსყობა შეუძლია. და ესმაკს არ სპობს, იმიტომ რომ ეს ალბათ არის ჩვენი საჭიროებებისკენ, ხო? თუმცა ძალიან კინეულია ეს ეკლიანი გვირგვინი. ეცით აი სიმდაბლეზე რაცა ასე ადამიანს უნდა ჰქონდეს სიმდაბლე ღირსება ამას რა ვთქვი. ხო, საინტერესო შეკითხვაა ძალიან რა. ჯერ პირველ შეკითხვას რაც შეეხება, ეხლა პირველი ფაქტიურად თქვენ თვითონ უპასუხეთ, მაია, ეხლა იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ეს ეშმა ღმერთს შეუძლია რა თქმა უნდა ყველაფერი მოსყოს და ყველაფერი დაანადგუროს, მათ შორის ეშმაკის და ქვისგანაც პური გადააქცევა და კიდე ახალი სამყარო შექმნას. ყველაფერი შეუძლია უფალს, მაგრამ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ღმერთი თავის შემოქმედებას არ ნანობს არასოდეს და იცის ის ასაკეთებს, რატო აკეთებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩვენ რაღაცა ვერ გავთვალოთ, რაღაცა ვერ ვივარაუდოთ, ესე როგორც საჭიროა და რაღაც შეგვეშალოს. ღმერთს შეცდომები არ მოსდას. ეს კიდე ცალკე თემაა და მე ვიცი რომ ახლა ამასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაგიჩნდებათ, მაგრამ ამჯერად თქო თავი შეიკავე და მე როცა გაგიხარდება, თუ გინდათ ერთი საუბარი მიუძვნათ ამ თემას და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რა. მაგრამ რატომ არ სპობს ეშმაკს? ზუსტად იმიტომ, რაც შენ თქვი, იმიტომ რომ აუცილებელია მისი თანაარსებობა ჩვენთან ერთად, რომ გამოიცადოს ჩვენი თავისუფალი ნება, ჩვენ ვიყოთ ძლიერები, ამიტომაც არის რომ იიძულებისო დღიდან ივანე ნათლისმელისაო სასუფეველიო და ვინც აიძულებსო ის მიიტაცებსო მასო. როდესაც ადამს და ევას მზამზარეულად ჰქონდათ მიწოდებული სასუფეველი, მისი ფასი მათ ვერ გაიგეს და ძალიან ადვილად დათმეს. მაგრამ აი როცა უკვე შენი ოფლით, შენი შრომით და შენი სისხლით არის მოპოვებული, იმის ფასი უკვე გადასარევად ისინი ამას უკვე ისე იოლად დართმევენ და მე ამასთან დაკავშირებით მომიყოლე ახლა აღარ მოგიყვებით ახლა ქართული ხალხური ზღაპარი, როცა მამა შვილს ყოველდღიურად ფულს აძლევდა და იმის ფასი არ იცოდა და როცა უკვე მე წავიდა და თავისი შრომით რაღაცა ხურდები მოაგროვა, აი იმის ფასი იმდენად კარგად იცოდა რომ ცეცხლში ხელის დაწვასაც კი არ მოერიდა და შეყო ხელი და ხელით გამოყარა ის თავისი ნაშრომი ფული და ამიტომ ეს არის კანონზომიერება რომ ადამიანმა თავისი წვალები და თავისი შრომით მოპოვებული ფასი იცის. მზამზარეულის ფასი არ იცის. და აი ამიტომაც დაუშვა უფალმა ეშმაკის თანაარსებობა ჩვენთან ერთად მის მიერ გამოცდა ჩვენი თავისუფალი. ოღონდ არ დაგავიწყდეს ერთი რაღაცა მაია და ყველას თითოეულ თქვენთაგანს რომ არასოდეს ღმერთი იმაზე ახლოს არ უშვებს ეშმაკს ადამიანამდე, ვიდრე ადამიანს მისი გამოცდა და მისი გაძლება შეუძლია. ეს არის აი მე მაგალითიც მომიყვანია რომ როგორც
კარგი მწვრთნელი არასოდეს იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს ადამიანს. თქვათ აი შტანგაზე დადის ხო ადამიანი მომიყვანია ეს მაგალითი ხო? ეხლა არც ერთი მწვრთნელი ის თუ მართლა კეთილშობილი ადამიანია და თუ მართლა ზრუნავს იმ თავისი მოწაფის აღზრდაზე და გაძლიერებაზე თავიდანვე 200 კილოიანი შტანგას არ დააჭერინებს ხო? იმიტომ რომ იცის რომ იმას ვერ შეძლებს და ვერ აწევს. და ნელ-ნელა აწყებინებს ვარჯის 5 კილოიანი განტელებით, მერე 16 კილოიანით რაღაცა ის ნელ-ნელა აძლიერებს ესე მეთოდურად უმძიმებს ნელ-ნელა აი ამ დატვირთვას მისი შესაძლებლობების მიხედვით. ესე იქცევა უფალი ხალხი. ჩვენ გვაძლიერებს გწრთნის ნელ-ნელა ესე გვიმატებს აი ამ სიმძიმეს ნელ-ნელა, მაგრამ რისთვის? იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები და ჩვენ გავხდეთ მერე ჩემპიონები და გავიმარჯვოთ, ხო? აი ესე იქცევა უფალი, ასე რომ აი ის ბოროტიც კი ყავს მოშობული ჩვენამდე, მაგრამ ესე აღვირი აქვს ამოდებული რა. და იმაზე მეტად არ უშვებს, ვიდრე ეს ჩვენთვის უკვე დამაზარალებელი და დამაზიანებელი იქნება. ეს რაც შეეხება ამას და მეორე იყო მაია რა? ხო, ღირსება და თავმდაბლობა, ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რაც შეეხება ღირსება, აი ძალიან ხშირად მე ბევრჯერ მithქვამს ხოლმე ხალხს. აი მაგალითად ბევრჯერ მინახავს ისეთი რო შეხედავ წყნარი 7 ადამიანი რა, თითქოს და ერთი შეხედეთ რა. მაგრამ ეს სიმშვიდე არ ნიშნავს თავმდაბლობას, მინდა გითხრათ. აი ყურეთ როგორი რაღაცა თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მშვიდია. ანუ თავმდაბლობა ავტომატურად გულისხმობს სიმშვიდეს, მაგრამ სიმშვიდე არ გულისხმობს ავტომატურად თავმდაბლობას. იმიტომ რომ შენ შეიძლება ბუნებითად იყო მშვიდი, ესეთი დაიბადო, ესეთი ფსიქოტიპი გაჩნდე, მაგრამ ეს არ ნიშნავდეს იმას, რომ შენ თავმდაბალი ხარ და იმ თავმდაბლობიდან არის განპირობებული ეს სიმშვიდე. ასევე შემიძლია თქვა. აი მაგალითად ადრე იყო რა, ერთ ჩემს მეგობარზე ამბობდნენ, რომელიც საკმაოდ თავმდაბალი იყო. და ვიღაცამ განიკითხა რა, რომ აიო შეხედეო სიარულის მანერაზეც კი ეთყობაო, რომ როგორი ამპარტავანია, როგორ წელში გამართული დადისო რა. და ესეთია. მეჭო შედალუცილო, ესე იგი თავმდაბალი რო იყო, მაინც და მაინც წელში მოხრილი უნდა დადიოდე. და ძალიან ბევრი წელში მოხრილი მინახავს მე, რომლებიც ისეთი ამპარტავნები არიან ხალხო. რომ იმის იქით რო არ იქნება და ძალიან ბევრი ბეჭებში გამართული, რომლებიც თავმდაბლები არიან. აი ყურეთ რა შეესაქმე ღირსების გრძნობა სხვა რამ არის ხალხო. არაგერიოს ეს ამპარტავნებაში არასოდეს. ამპარტავნება სხვა არის და ღირსების გრძნობა სხვა არის. ღირსების გრძნობა შენს სარწმუნოებრივ პრინციპებს ეფუძნება. ღირსების გრძნობა სიმტკიცეს განაპირობებს ადამიანისას. ღირსების გრძნობა რო არ ქონოდა და სიმტკიცე პოზიციური სიმტკიცე რო არ ქონოდა, ვერც ერთი წმინდანი ვერ გახდებოდა. ვერც ერთი მოწამე ვერ გახდებოდა ხალხო. აბა მაშინ გამოდის რომ ყველას უნდა დაემორჩილო და ყველას ყველაფერზე კვერი უნდა დაუკრა. აი ღირსება სწორედ შენი სწორი პრინციპების დაცვაში გამოიხატება. შენი ზნეობრივი პრინციპების დაცვაში უნდა გამოავლინო. შენი სიმტკიცე და შენი ღირსება. და უყურეთ აი როგორც სიჯიუტესა და პრინციპულობას შორის არის განსხვავება, ისეთივე განსხვავება ამპარტავნებასა და ღირსებას შორის. ანუ ჯიუტია ადამიანი, რომელიც თავის პოზიციას იცავს, პირადს. მიუხედავად იმისა, რომ ის ობიექტურად არის მართალი თუ არ არის ჭეშმარიტი თუ არ არის. რა კი მისია და მისგან მოდის, იმას იცავს. უცილობლოს ვითა ჯორიო რუსთაველი რო ამბობს. მაინც იტყვის ჩემის ჯობსო უცილობლოს ვითა ჯორი. აი ეს არის სიჯიუტე. ის ჯორსაც იმიტომ შეადარა, რომ ჯორია სიჯიუტის სიმბოლო. მაგრამ როდესაც ადამიანი სწორ პრინციპებს იცავ, როცა შენ ღვთისას იცავ, მაშინ ეს სიჯიუტეთ კი არ გეთვლება, ეს გეთვლება პოზიციურობად, სიმტკიცეთ, პრინციპულობად ღვთისინაში და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს რომ არ ქონოდათ მოწამეებს, აი დიდ მოწამე გიორგის მაგალითად. დიოკლეტიანე იმპერატორი კაცი ეუბნება, რომ ან გინდა თუნდაც გუშინდელ ხსენებულ შალვა ახალციხეს, ხო? ჯალალედინი ამხელა იმპერიის ბატონ პატრონი რა მაშინ მაგაზლიერი იმპერიოს თითქმის არავინ არის. ეუბნება რა შალვა ახალციხეს რომ მოდიო ჩემთან იყავიო რა და ყველაფერი გექნებაო რა ჩემი მარჯვენა ხელი იქნებიო.
ჩემთან ერთად იქნები აი ყველაფრის მართველი, აი ეშმაკივით ეუბნება რა, რომ ყველაფერს მოგცემო რა, ჩემიო ეს ყველაფერი. არ მჭირდებაო, ეუბნება. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ალბათ იქნებოდა კიდევაც ასე ალბათ რა. რომ დაადანაშაულებ და გაკიცხავ და რა ჯიუტი ხარ, როგორი ამპარტავანი ხარ, ეტყოდა. მე შენ ამ ხელა სიკეთეებს გთავაზობ და შენ კიდე ჯიუტად იცავ შენს იმას. გესმის? მაგრამ ეშმაკს აქაც არ უნდა მოусმინო. იმიტომ რომ ეს იჯიუტე კი არ არის, ეს არის პრინციპულობა, იგივე წმინდა გიორგი. დიოკლეტიანე თავის მარჯვენა ხელად ზრდიდა მას. და უნდოდა რომ მისთვის დაეტოვებინა მე იმპერია. უყვარდა შვილივით უყვარდა. და რეებს ეუბნება წმინდა გიორგი და როგორ ამხელს. ეხლა ესე რომ შევხედოთ ადამიანურად როგორ თავხედობს იმპერატორის წინაშე რა, მაგრამ არა ხალხო. ეს არის სიმტკიცე, იგივე ბარბარე, წმინდა ბარბარე, რომელიც საკუთარ მამას უპირისპირდება და ამხელს. და ეს იჯიუტე კი არ არის, ეს პრინციპულობა არის მათი. ეს პოზიციურობაა მათი, ეს აღმსარებლობაა მათი, სარწმუნოებრივი სიმტკიცეა მათი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გამსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს შენ რას იცავ? შენს პირადს იცავ? თუ ღვთისას იცავ? შენ თუ ღვთისას იცავ, ობიექტურს იცავ და მართალს იცავ, ხო? ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმდაბლით არის შესაძლებელი. და იმ ჭეშმარიტი ღირსების განცდით არის შესაძლებელი რა. და თუ შენ შენსაც იცავ, მაშინ ამპარტაონი ხარ და ჯიუტი ხარ. და შეიძლება ნუ თავი გაიმართო რა, შენ ღირსებას უთხრი და არა. შეიძლება შენ თავი მოიტყუო, მაგრამ ხა რეალობას და ღმერთს ვერ მოვატყუო ვერასოდეს. ასე რომ ღირსების გრძნობა მაია თამდაბლობაზე აღმოცენებული გრძნობა. და ამპარტავნება სულ სხვა რაღაცაა. ესმის, ანუ აი ეს ამპარტავნული ქედმაღლობა ის სულ სხვა არაჯანსაღ გრძნობაზე აღმოცენებული რამ არის. ასე რომ ეს აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ის ანუ ეშმაკი რა კონკრეტს რომც გაგდეს ჩვენ შეფარსებად ხობების ეკეთება და ეს ავტომატურად აღგულისხმობს რომ ჩვენ მომცემ მართალი ხარ, არ გულისხმობს არანაირად. უბრალოდ რაღაცა ნაწილი მოგვაგდება ჩვენ, იმიტომ რომ ესეა ცნობილი საერთოდ საღვთისმეტყველო ასკეტოლოგიაში, რომ ჩვენ ყავს სამი მტერი. ეშმაკი, ჩვენივე საკუთარი დაცემული თავი, რომელიც მიდრეკილია ყველა ცოდვისაკენ და ეს სოფელი თავისი საცხოვრებლად. ასე რომ აი ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს ადამიანი. ესეა მართალი. მოკლედ რო გიპასუხო ესეა და ზოგადად მომაპასუხებინებ იქა ძალიან. როდესაც იმას მოწმეგეულობა თუ მართლა კიდე იმას ისე უცი ესე რა. მე კიდე აი იგივე ვარიანტია ჩემო საყვარელო, აი როგორც აი ეშმაკი რო შემოგთავაზებს რაღაცას, რომ ისე გააკეთე და ესე გააკეთე და იმისგან რჩევები არ უნდა მიიღო და დარიგებები, ხო? ისე უნდა გაუშვა რა. და როგორც უფალი მარხულობდა რა, შენ რა იცი უფალი როგორ მარხულობდა ვერტი კითხე რა. შენ რა იცი უფალი როგორ მარხულობდა? ნუ არ ვერ შეჭამა. შენ რა იცი? აი მან რა იცის? ეხლა ჩვენ ვიცით საეკლესიო გადმოცემით, რომელსაც ისინი არ აღიარებენ, მაგრამ იმან რა იცის? წერია სადმე რო არაფერი არ ჭამია? ეს ჩვენ ვიცით საეკლესიო გადმოცემით. ეს არსად არ წერია, საეკლესიო გადმოცემა არსებობს, რომელიც არის არადაწერილი, ასე ვთქვათ რა. კარგით ხალხო, დღეისათვის გვეყოფა, იმიტომ რომ ბევრ შეჩქარება და აბა ერთმა დაგვიცნობ, ერთმა გავიხსენებ. შემდეგი სამშაბათისთვის შევიკრიბებთ, იცით? დროებით.